მოგესალმებით მეგობრებო, მეგობრებო. მშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს განსაკუთრებული ეთერია, რადგან სეზონის ბოლო ეთერია და რაღაცა სენტიმენტები გვახრჩობს, თუმცა შესვენების დროა რა. ალბათ შემდგომ მაგალითად დასვენებას ვთქვი. როგორი გულწრფელი ხარ, აი ზოგჯერ საჭიროა რომ ვთქვათ მამებელი სიტყვებით. ნახოთ დღევანდელი გადაცემის ანონსი. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. სითბური სტრესი და რეპროდუქციული სისტემა. სტუმრად გინეკოლოგი ირმა რამიშვილი. როგორ უნდა გამოვიყენოთ შვებულება მაქსიმალურად სასარგებლოდ? რჩევებს გაგვიზიარებს ფსიქოთერაპევტი ჯაბა ყრუაშვილი. ნახოთ რუბრიკა აჯაფსანდალი. სპექტაკლი გმირის სიმღერა. სტუმრად სპექტაკლის რეჟისორი, მუსიკის ავტორი გია დიასამიძე და ქორეოგრაფი თამარ ბერიძე. საინტერესო თემით ვიწყებთ აქტუალურით, ზღვა და ინტიმური ჯანმრთელობა, ხომ? მოდი გვესაუბრია ბაბატა თემაზე, როგორც სამედიცინო სფეროში უფრო გათვითცნობიერებული ხარ, ვიდრე მე. ლაპარაკობთ ზაფხულზე და ლაპარაკობთ ორსულობაზე, ზოგადად ზედმეტი ვარ ვილაპარაკობთ რა შეიძლება ხა ზოგადად ვილაპარაკოთ, ხო? ზაფხულში ცხელა, ზაფხულში კომფორტული არაა, ზაფხულში დუღ სხვადასხვა მიკრობები და დუღ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ჰორმონები ორგანიზმში და შეიძლება რაღაც დისკომფორტი გქონდეს ადამიანებს, ვინც უსულდება ბუნებრივია ამ შემთხვევაში, მაგრამ ისედაც ადამიანები მწუხდებით რაღაცებით, ხო ახალი არაა, როდესაც ზამთარში ვწუწუნებთ რო ცივა, ზაფხულში ვწუწუნებთ რო ცხელა. ნუ ასეა, სიცოცხლე ასეთია. ჩვენი მოსაწონი ამინდი არის. ჩვენი მოსაწონი არც ამინდი არ არის, არც ისა, თან დავუშვათ თან ბავშვი გვინდა, თან ის ტარება არ გვინდა, ხანდახან ეს გვინდა, ხანდახან ის გვინდა, მოკლედ 1000-ნაირად ვუდგებით ხოლმე ამ საკითხს, მაგრამ არსებობს სპეციალისტები, ვინც ზუსტად გვეტყვის, ხო? სად, როგორ, რა ჯობი არის, როგორ მოუვაროთ საკუთარ თავს, რამდენად დავუშვათ დავიცვათ თუ არა ჰიგიენას, ზღვაში ჩასვლა გვვნებს თუ არა ამ შემთხვევაში და სხვა მრავალი საკითხი, რაც ზაფხულსა და ორსულობას უკავშირდება, რა თქმა უნდა, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ სპეციალისტთან ერთად ვისაუბრებთ ამაზე და ქალბატონი ირმა რამიშვილია ჩვენი სტუმარი. მოგწანდით. გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. მოგწანდით. პაციენტებს მივსაუბრებ, მაგალითად მოგახსენებთ მოწვევისათვის. სანამ ფეხმძიმობაზე ვისაუბრებთ ეს ორსულობას ბუნებრივია საინტერესო თემაა. ზოგადად ვისაუბროთ ინტიმურ ჰიგიენაზე, ხომ? ზღვა და ინტიმური ჰიგიენა რა რისკების წინაშე ვდგავართ ზაფხულში, რა უნდა გავითვალისწინოთ პრევენციის მიზნით? ჩვენ დღევანდელი შეხვედრის თემა მართლაც საინტერესო არის, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი ეს არის რეპროდუქციული ასაკის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანმრთელი დედა, ჯანმრთელი ახალშობილია. ზაფხული გამოწვევა, დასვენება გვინდა ყველას, ხო, მაგრამ დასვენების ხარისხი არ უნდა აისახოს არავითარ შემთხვევაში ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აი ეს გახლავთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა. ინტიმური ჯანმრთელობის საკითხი და მისი მოგვარება პირდაპირ პროპორციულია ზღვაზე დასვენებასთან. ქალბატონებს მიაჩნია ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით, რომ ზღვაზე დასვენების შემდგომ უნდა მიმართოს ექიმს არავითარ შემთხვევაში, ჯერ 2-20 სიტყვით იმ ქალბატონებს, რომლებიც ორსულები არ არიან, რომლებსაც გინეკოლოგიური შეკითხვები აქვს, მიმართავ და ვეტყვი, რომ ზღვაზე დასვენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს, იმიტომ რომ არ მოხდეს ქრონიკული პრობლემის გამწვევა, იმიტომ რომ სწორედ იცოდეთ როგორ უნდა დაისვენოთ სწორად ზღვაზე, თუ კი ზღვაზე ყოფნის პერიოდში შეგექმნათ რაიმე დისკომფორტი, რაც სხვადასხვა სახის ჩივილებით, რაც თვითონმა ჩვენთაგანმა კარგად ვიცით გამოიხატება, მაშინ ზღვაზე დასვენების შემდგომაც აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან არსებული მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და გამოვჯანმრთელდეთ. თუ ნებას დამთავრდით, ცოტა უფრო ვრცლად შევეხები ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ორსულის დასვენებას ზღვაზე. ჩვენი ძირითადი საუბრის თემა მინდა რომ დღეს იყოს ორსულობა და ჯანმრთელი დასვენება ზღვაზე. გავყოთ ორ ნაწილად ორსულის სურვა და ორსულის სურვისათვის არსებული ტემპერატურა, მისაღები გარემო და რუჩი.
აი ამ ორი კუთხით მივდგეთ, რადგან ძალიან ბევრი შეკითხვები მოდის ორსულებისაგან ამ თემის ირგვლივ და რამდენად სწორად წარმართავენ თავიანთ დასვენებას ზღვაზე, ეს პირდაპირ პროპორციული გახლავთ კონკრეტული ორსულობის გამოსავალს. პრინციპში არაორსულებსაც იგივე შეკითხვები ქონდა მომზადებული, ასევე თქვენ ახლა დასვით ეს საკითხი თქვენი საუბარი. მაგრამ ცოტა უფრო ღრმად და ორსული ქალბატონების გასაგონად. რადიკალურად დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურას პირდაპირ დავიწყოთ და წყლის ეკოლოგიურ სისუფთავეს მოგმართავენ ქალბატონები. შეიძლება თუ არა ზღვაში ბანაობა. ორსული ქალბატონების განსაკუთრებით საყურადღებოდ სუფთა წყალში მხოლოდ არსებობს ცალკე ტერმინი ეკოლოგიურად სუფთა წყალი. ორსული ქალის ზღვაში ბანაობა დასაშვებია მაშინ, როდესაც წყალი არის ეკოლოგიურად სუფთა. შემდეგი შეკითხვა, რამდენი გრადუსი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა? მოგეხსენებათ, საშვილოსნო არის კუნთოვანი ორგანო, რომელსაც ახასიათებს კუმშვითი აქტივობა შეკუმშვა. არ შეიძლება, არ არის რეკომენდებული, მკაცრად ვამბობ, მკაცრად არ შეიძლება ზარგვეუნებიან. არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ანუ 12 კვირამდე ბანაობა და მესამე ტრიმესტრში ვაკონკრეტებ ვადას 34 კვირის ზემოთ. რადგან პირველ ტრიმესტრში ორსულობა ადაპტირებული გახლავთ ნაყოფის ჩამაგრებასთან, აი მარტივი ტერმინით რო ვთქვათ, საშვილოსნოს ხრუში. ამ პერიოდში ქალბატონის ბანაობა დაკავშირებული წყალში ბანაობა და სურვა დაკავშირებული გახლავთ ორსულობის შეწყვეტასთან. რისკი მაღალია. ასევე იზრდება ეს რისკი განსაკუთრებით 34 კვირის გესტაციის შემდგომ, რადგან იზრდება ალბათობა ცერვიკალურ ახლში, ანუ საშვილოსნოს ყელში არსებული ეგრეთ წოდებული ლორწოვანა კრისტალერი საცობის დაკარგვისა. აი ამ საცობის გამოსვლის შემდეგ მაღალი ალბათობით მოსალოდნელია სანაყოფე წყლების დახრა. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ყველა ორსულის გასაგონად რეკომენდებული გახლავთ შუა ტრიმესტრში, ეს არის მეორე ტრიმესტრში ბანაობა, სურვა. რატომ არის რეკომენდებული ამ ვადაზე? სწორედ ამ ვადიდან მეორე ტრიმესტრიდან იწყება ნაყოფის წონაში მომატება. თუ შეგიმჩნევია თითოეულ თქვენთაგანს, რომ ორსული ცოტა განსხვავებულად დადის, ხო, სიმძიმის ცენტრი გადანაცვლებულია. აი ხერხემალში თითქოს სხვაგვარად არის გამართული წელში, ხო? აი სწორედ ამიტომ იზრდება ხერხემალზე დატვირთვა. იმისათვის, რომ სწორედ ხერხემლის კუნთები გავარჯიშდეს, იმისათვის, რომ სწორი სუნთქვა ისწავლოს, მიღებული გახავთ და რეკომენდებული არის ცურვა. მაგრამ ცურვა არა შორს მანძილებზე, არამედ მაქსიმალური ერთჯერადი წყალში შესვლით, ეს უნდა იყოს 200 მეტრიანი დისტანცია. არ უნდა შევიდეს ორსული მარტო წყალში, ზღვაში, აუცილებლად ვინმესთან ერთად ღრმად შორს არ უნდა გაცუროს. ცურვის დროს ნაკლები არის დამწრობის ალბათობა, ნაკლები არის წყლის კარგვის ალბათობა და შედარებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ორგანიზმი. როგორი უნდა იყოს ახლა წყლის ტემპერატურა? პასუხობთ ხო კითხვებს თანდათანობით. რადგან თქვით, რომ საშვილოსნო კუნთოვანი ორგანო არის, გადაციების დროს ახასიათებს კუმშვითი აქტივობის მომატება. ამიტომ არ არის რეკომენდებული ცურვა მაშინ, როცა წყლის ტემპერატურა დაბალი არის 23 გრადუსზე ქვემოთ, რადგან მოსალოდნელი არის მაღალი მკვეთრი შეკუმშვა საშვილოსნოსი და ორსულობის დაკარგვის ალბათობა იზრდება. იგივე შეიძლება მოხდეს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, ანუ როცა წყლის ტემპერატურა არის 37 გრადუსი და მეტი, რადგან დილატაცია, გაფართოება ხდება სისხლძარღვების, იგივე ხდება საშვილოსნოს არტერიების, იღრღვევა სისხლის მიმოქცევა პლაცენტასა და საშვილოსნოს შორის და მოსალოდნელი არის 14 გრადუსიანი ინტერვალი გვაქვს. რამოდენა მნიშვნელობა აქვს ყველაფერს იმისათვის, რომ ორსულობას რისკი არ დაემუქროს ორსულობის შეწყვეტას. აუზეც პარემ საყურადღებოა. კი, მართალი გახლავთ, ამზი მოგახსენეთ ეკოლოგიურად სუფთა. ხო, მაგრამ ამ აი სპეციალური ქიმიკატებით ხო წმენთ, მაგრამ ქიმიკატები არ მოქმედებს იმ საცობზე და მოქმედებს, რა თქმა უნდა, მოქმედებს, სწორედ ეს მოგახსენეთ და თავარი ის არის, რომ კანიდანაც მოსალოდნელი არის შეწოვა იმ პრეპარატების, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას წყლის დამუშავებისათვის. ამიტომ, როდესაც ორსული შეკითხვას ხვამს, შეიძლება თუ არა მისი ბანაობა, სწორედ ეგრე უხსნით, რა არის ეკოლოგიურად სუფთა წყალი და დასაშვები არის თუ არა მასში ბანაობა.
ეხლა რაც შეეხება რუჩს და საერთოდ როდის უნდა იბანაოს სულ, მაგრამ ესე თქვა, როდის ვაძლევთ მას სულის უფლებას. ზუსტად იმ საათებში, როცა უნდა მიიღოს რუჩი. ეს არის დილის მაქსიმუმ 11 საათამდე. თუმცა ჯობია რომ დილის 10 საათზე დაემშვიდობოს სხვას. იგივე საათებში არის ასე შვებით სურვა, რუჯის მიღება და საღამოს 6 საათის შემდეგ, რადგან არ მოხდეს აქტიური ультраისფერი სხივების ქვეშ და არ დაიმუქროს მაღალი ალბათობით რისკს არა მარტო მისი კანის მდგომარეობას, არამედ უცლად ყოფი ნაყოფის მდგომარეობას. ეს ერთი მხრივ და მეორე რაც თავარია, არ მიიღოს სითფური დარტყმა და არ მიიღოს მზის დარტყმა, ხო და არ მოხდეს. აი რა სიმპტომები შეიძლება ქონდეს ახლავე აუხსნათ მაშინვე ქალბატონებს. დიდი რაოდენობით სითხის განსაკუთრებით წყლის დაკარგვის შემდეგ, რადგან ჩვენი ორგანიზმი საშუალოდ 70% წყალს შეიცავს. როდესაც აქტიურ მზეზე არის ქალბატონი, ორსულიც და არაორსულიც თქვენს პირველ შეკითხვას პასუხობ, ხო? ის ძალიან დიდი რაოდენობით კანის საფრველიდან აორთქლებს სითხეს წყალს. ისე რომ დააბალანსებს ტემპერატურა ორგანიზმში. აუცილებლად უნდა მიიღოს სითხე, აი საშუალოდ დაახლოებით 2 საათიანი ამ ინტერვალით აქტიურ მზეზე ყოფნის პერიოდში ლიტრანახევარი 2 ლიტრე სითხე უნდა მიიღოს. თუ ატყობს რომ დაეწყო ყურებში შუვილი, თავბრუსხვევა, გულყრის ეპიზოდი, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი სტაციონარში გადაყვანა და რაც მთავარია, ცურვის დროს უნდა ვერიდოთ ქალბატონებო, განსაკუთრებით ორსულო ქალბატონებო, წყლის მოხვედრას პირში, გადაყლაპვას, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენად სუფთაა წყალი, რო არ მოხდეს ენტეროვირუსით ავადობა, გამწვავება. სუფთა, ხო, ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ზღვის და წყლის მეცნიერებთან ერთად ამ თემაზე და ნამდვილად ვერ დავიკვეხნით იმით, რომ ჩვენი სანაპირო არის სუფთა, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე მართავთ ქალბატონებს. მოდით ვისაუბროთ იმ ქალბატონებსაც, რომლებიც არ არიან ხომ ფეხმძიმედ, იმიტომ რომ ვიცით, რომ სხვადასხვა სოკოვანი დაავადებების რისკი იზრდება ზაფხულის პერიოდში. აი სიმპტომები ახსენეთ თქვენ, როცა ქალბატონის სიმპტომს გრძნობს, აი რა არის პირველი ის შეგრძნებები, რასაც განიცდის ქალბატონი და მიმართოს უკვე სპეციალისტს. ეს არის ქავილი წვა, სასქესო ორგანოების საპროექციო არეში და ჭარბი რაოდენობით სხვადასხვა სახის გამონადენის არსებობა. რადგან საშუალება მომეცა, ეხლა ვაკონკრეტებ, რომ არასწორი გახლავთ ტამპონის გამოყენება სხვაში შესვლის დროს, ეს რადიკალურად უნდა აღნიშნო ყველა ქალბატონის საყურადღებოდ, რადგან ბევრად უფრო ნაკლები არის საშოს ინფიცირების რისკი ტამპონის გარეშე ცურვისას და დიდი რაოდენობით წყლის მოხვედრის, ხოლო ტამპონი ჰიგროსკოპული გახლავთ, ის იჟღინთება და ეგრეთ წოდებული თითქოს ბუდე ხდება ბაქტერიების. ეს უნდა გავითვალისწინოთ. მეორე მომენტი. და მექანიკურად აზიანებს აბორტს, რაც კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების ალბათობას. და რაც მთავარია, წყლიდან ამოსვლის შემდეგ სხეულზე დიდხანს არ უნდა დავიტოვოთ სველი საბანაო კოსტუმი, რადგან აი რეპროდუქციული ქალების საყურადღებოდ განსაკუთრებით ვამბობ, ხო, არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს ორგანიზმის გადაცივება. ეს ეხება არა მარტო სასქესო ორგანოებს, არამედ შარდის გამოყოფ ორგანოებს. აქ შეიძლება ინფიცირება მოხდეს არა მარტო სასქესო ორგანოების, არამედ შარდის გამოყოფის სისტემის, რაც ცისტიტის კლინიკითაც ვლინდება. კიდევ ერთხელ გადაციების ფონზე შეიძლება სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის დაავადებების განვითარება მოხდეს. ქალბატონებმა თქვენ დასაწყისში ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ გინეკოლოგიური კვლევა ქალბატონებმა არა მხოლოდ ზღვით სარგებლობის შემდეგ უნდა ჩაიტარონ, არამედ მანამდეც, იმიტომ რომ არსებობს საფრთხე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გაღვიძების. აი რა დაავადებებზე ვსაუბრობთ უშუალოდ? ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად ბანალური სოკოვანი კოლპიტი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული გახლავთ. მხედველობაში უნდა გქონდეს ის, რომ თუ კი ის ქრონიკული არის, ხშირად ახასიათებს გამწვავება, ანუ რეციდიულ მდგომარეობაში გადასვლა, ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს საშოს მიკროფლორის მოწესრიგება. ზღვაზე წასვლის წინ, რომ კიდევ ერთხელ გამწვავება არ მოხდეს ზღვაზე დასვენების განმავლობაში. აუცილებლად. კიდევ ერთ ყურეთ საკვებს საკითხს შევეხოთ. ეს არის თეთრეული და მისი ხარისხი, ხო?
ხშირად ვართ ხოლმე ეს რაღაც ტყუილის მსხვერპლი, როცა შევდივართ მაღაზიაში და კონსულტანტი გვეუბნება, რომ ეს არის ბამბა და ეს არის კოტონი. იმიტომ რომ უკვე ისე ოსტატურად ამშავენ ამ სინთეთიკურ ქსოვილებს, რომ ვერც ვიზუალურად და ვერც ტაქტილურად ვეღარ ანსხვავებ რა ხარისხია. სანამ არ წაიკითხავ იმ კონკრეტულ აღწერას, რომელსაც იშვიათად ვკითხულობ, რა რისკების წინაშე ვდგავართ, როცა თეთრეული არის სინთეთიკური. ძალიან კარგი შეკითხვა გახდა. ჩვენს ხელზე გვაქვს სფორები, ეს არის საუფლე ჯირკვლის სფორები, რომლებიც გამოყოფენ იმ კომპონენტებს, რაც მარტივად რო ვთქვათ, ორგანიზმმა უნდა გამოაძევოს. სუნთქავს ორგანიზმი მაშინ, როდესაც ჩვენ გვაცვია ნატურალური მასალისაგან, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი. როდესაც ქსოვილი არის არანატურალური, ორგანიზმს არ იძლევა საშუალება გამოაძევოს ის კომპონენტი, რისი გამოყოფაც უნდა მოხდეს ოფლის საშუალებით, რადგან არანატურალური პროდუქტისაგან დამზადებული ტანსაცმელი საშუალებას ახდენს ორგანიზმის ეგრეთ წოდებულ ჩახურებას, რის გამოც ფორები იკეტება, იწყება მასიური ოფლიანობა, ფორე დაიკეტა, ორგანიზმი ვერ ახდენს თავისთავად თერმორეგულაციას, რაც აისახება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. უნდა ვატაროთ არა მხოლოდ სუფთა ჰიგიენური თეთრეული, არამედ უნდა ვიწვეთ და გვეძინოს კიდეც აუცილებლად იმ თეთრეულში, რაც ჩვენი ჯანმრთელობის აგრეთვე ერთ-ერთი საწინდარი გახლავთ. უპირველეს ყოვლისა ეს ქალბატონების საყურადღებოდ, რადგან სწორად შერჩეული ჩვენი პირადი თეთრეული აგრეთვე რეპროდუქციული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთი საწინდარი გახლავთ. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ დაუშვათ სინთეტიკურად დამზადებული ქსოვილი სადღაც მომავალში, რომელიც დააკმაყოფილებს ამ სუნთქვის პარამეტრებს, დაუშვათ სითხის შეწოვის და ორთქლების და არაშეკავის, ну რაღაც პარამეტრებს, რასაც ექიმები ითხოვს, მაშინ მისაღები იქნება. მაგრამ დღესდღეობით არ არის და ამიტომაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ გახლავთ ეგეთი ქსოვილი. ანუ თვისებებზე აქ ლაპარაკი, ეს თვისებები რაც ახასიათებს, ის არ აისახება ჩვენ ჯანმრთელობაზე. ის თვისებები და გვერდითი მხარეები და ეფექტები, რაც ამ ქსოვილებს აქვს, აისახება ჩვენ ჯანმრთელობაზე. დღესდღეობით ბამბაზე უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს. ნამდვილად არ გვაქვს. იმას ჩავიცნობთ იმასაც. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ძალიან ხშირად მსმენია, როდესაც ქალბატონები ამბობენ, განსაკუთრებით ქალბატონები, რომ ქვაზე წოლა არის ჯანმრთელობისთვის კარგი. ანუ ალბათ სახსრებს რამდენად რისკის შემცველია ქვაზე წოლა ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით როცა შიშველის ხელით, ანუ საცურაო კოსტუმით წვებიან. დასაწყისში მოგახსენეთ, რომ არ უნდა მოხდეს გადაციება მეთქი. ბაქტერიების მიზნით რისკის ქვეშ არ ვართ. თუ კი აქტიურ მზეზე ვსაუბრობთ, მზე არის იმის წინაპირობა, რომ ქვაზე აი ნესტი არ დარჩეს და რადგან უმრავლესობა გამომწვევისთვის და ბაქტერიისათვის აუცილებელი გარემო ეს გახავთ ნესტი, ქვაზე არსებობაში, აი მე მიგეხვდი თქვენ რა გაინტერესებდათ, რატო შემეკითხეთ ეს მზის აქტიური სხივების ზემოქმედების შედეგად ბაქტერიების უმრავლესობის უარყოფითი მხარის გაულებელყოფა ხდება. ამ თვალსაზრისით ქვაზე წოლა ნამდვილად არ გახლავთ საშიში, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საათობით, რომ კვლავ დამწრობა არ მიიღოთ, ეს არ უნდა მოხდეს სველი კოსტუმით, საცურაო კოსტუმით იმისათვის, რომ აი ამ სվել კოსტუმში დიდხანს წოლა თავისი გვერდითი ეფექტები გადაციების სახით არ მოგწეს. მაგალითად, კვლავ რო გავავლოთ პარალელი ზაფხულსა და ნესს შორის. ყველგან ახლა ჩვენ სარგებლობთ კონდიციონერებით, ხო? თალსახად. და არსად არ გვიდევს დამატენიანებელი. იონიზირებული ჰაერის მომნიჭებელი, ასე ვთქვათ, იმ სივრცეში, რომლითაც ჩვენ სუნთქავთ. უნდა ვიცოდეთ, რომ არის ეგეთი მარტივი ორგანიზმი ლეგიონელას უწოდებ ჩვენ მას, რომელიც ძალიან მარტივად მრავლდება სწორედ აი კონდიციონერის წყლის რეზერვუარში. სხვადასხვა ჩვენი კონდიციონერები გავწმინდეთ ძალიან კარგი და ჩვენი კოლეგა ეგრეთ წოდებული ალბათ ეს კონდიციონერი აი სპეციფიური დაავადება, რომელიც სწორედ ზაფხულში არის და რომელიც კონდიციონერებთან არის შეჭიდული. ამიტომ ქალბატონების სახურადღებოდ განსაკუთრებით ორსულების კიდევ ერთხელ ვამბობ, სივრცე, რომელშიც თქვენი იმყოფებით, ქალბატონებო, აუცილებლად
კი მესმის რომ კონდიციონერია და თქვენთვის სიგრილია, მაგრამ უნდა იყოს 2 საათში ერთხელ მაინც განიავებადი, კონდიციონერების ფილტრები დამუშავებული, იმისათვის რომ კვლავ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ დაემუქროს რა. განსაკუთრებით ვისარგებლებ შემთხვევით კიდევ ერთხელ იქებს რა ხან ველაპარაკებით, კულტურალური და სოციალური რაღაცები გვერდზე რომ გავწიოთ, ხო ვიცით რომ მაგალითად -70-დან თუ -70-დან +50, ასე ვთქვათ, ზოგადად გარემოში ადამიანს შეუძლია გაუძლოს, იცხოვროს, შეეგუოს ნელ-ნელა. ნუ შეიძლება პარამეტრები შეიცვალა, მაგრამ ეს კულტურალური ამბავი რო არ იყოს, ამ გინდ კონდიციონერი, გინდ რაღაც ბევრი ეს დანამატები, ხო, კონდიციონერს თურმე დამატენიანებელი ჭირდება, დამატენიანებელს კიდე რაღაცა ჭირდება, იქ ბევრზე 19 შეჭამა და ვისები და ეს ამბავი რო გავწიოთ გვერდზე, ვუძლებდეთ ჩვეულებრივად დაგვჭირდებოდა თუ არა ეს ნივთები საერთოდ. თუ ეს უბრალოდ მიჩვეული ვარ, ხო, აი ვალდებული ვარ კონდიციონერი, კონდეს ვალდებული ვარ. ანტივაქსერი ვიცაუბრობ, ახლა დიდი პრობლემა. მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ერთია ბიოლოგიური მოცემულობა და მეორე კულტურალური, ხო, როგორ გინდა გამოიყურებოდეთ ჩვენ და ბუნებას როგორ არ აინტერესებს ეგ ამბავი სინამდვილეში. იცით რა შეეს საქმე, სხვათა შორის შემიძლია გიპასუხოთ ეგრე, რომ ურბანიზაციამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. აბსოლუტურად ნეიტრალურ პასუხს მოგახსენებთ. ვიპოვე 2015 წლის ვიდეო ჩანაწერი, როგორ გამოიყურება ბათუმი გერმანელი მფრინავის მიერ გადაღებული კადრებიდან. დიდი პროცენტი არის სიმწვანე. ფოტოსინთეზი იყო, ბევრი მცენარე იყო. ის ჩვენ გვამარაგებდა არა მხოლოდ ჩანგბადით, არამედ სუფთა იონით, იცავდა ტემპერატურას. ეს ნახეთ, ჩვენი ქალაქი პატარა არის, ბევრი ახალი შენობა არის. სიმწვანე შედარებით ნაკლებია, ასფალტი მეტია, ვთქვათ, ვიდრე 15 წლის უკან იყო. ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდის შემდეგ ალბათ ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. ნახეთ, ამ მიზეზებმა განაპირობა ის, რომ 2-3 გრადუსით მეტი არის ჩვენთან ახლა რომ შეადავთ სტატისტიკურად ზაფხულის ტემპერატურა, ვიდრე ვთქვათ 10 და 15 წლის უკან იყო. ეს ახლავს ურბანიზაციას, ეს ახლავს ცივილიზაციას, ეს ახლავს პროგრესს. ეს არის კანონები საზოგადოების განვითარების, ჩვენი განვითარების კანონია. თან პროგრესი გვინდოდეს და თან არ გვინდოდეს პროგრესმა შეგვაწუხოს ალბათ ეგეთი რაღაცა. ბიოლოგია ასე ადვილად ვერ შეეწყობა 100 წლის შიგნით მოხდალ ტექნოლოგიურ რევოლუციას ვერ გაეკიდება. ხო, ევოლუციური პროცესები მილიონობით წელი მიმდინარეობს. მართალი ბრძანდებით, აი ჩვენ რომ მოგწონს აერი, როცა სოფელში მივდივართ, სტუმრად მივდივართ, მოგწონს იმიტომ რომ იქ მწვანე მეტია, მცენარე მეტია, რომელიც უზრუნველყოფს სისუფთავეს აერისას და ჟანგბადით გაჯერებას. ჩვენ კი ვცხოვრობთ იქ, სადაც პროგრესი მეტია და ასე რომ შევეგუოთ უნდა იმას, რომ პროგრესს თავისი მხარეები აქვს. უფრო ემოციურად ვიდრე. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ისევ ინტიმურ ჰიგიენასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ზაფხულში სიხშირე ამ ჰიგიენური ნორმების დაცვის იზრდება და სხვადასხვა გვერდს ვადევნებ თვალს სოციალურ-ქსელში, სადაც გინეკოლოგები რჩევებს აძლევენ ქალბატონებს და საკმაოდ სასარგებლო რჩევებს და ცნობიერებას ამაღლებენ ძალიან ბევრი საკითხის შესახებ, აი თუნდაც ის, რომ მენოპაუზაზე ქალბატონები უკვე თამამად საუბრობენ და ეს აღარ არის სტიგმა. და იქ ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ ჰიგიენისთვის ვაგინალური ჰიგიენისთვის მხოლოდ წყალიც აბსოლუტურად საკმარისია. თუმცა პროვაიდერები და მწარმოებლები გვარწმუნებენ, როცა შევდივართ იგივე აფთიაქში ან სხვა მაღაზიაში, რომ არის 1000 გვარი გელები, რომლებიც კიდევ უფრო უკეთესია ჩვენი ინტიმური ჰიგიენისთვის და ხშირად ვართ ჩვენ სწორედ ამ მარკეტინგის მსხვერპლნი. აი ამ მიმართულებით რა რჩევას მოგცემდით? შეიძლება თუ არა იგივე ალერგიული რეაქცია, უკუჩვენება გამოიწვიოს აი ამ სხვა საშუალებამ, რომელსაც ესე გვთავაზობენ მუდმივად მწარმოებლები. ნებისმიერმა საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული ანაფილაქსია. რეაქცია. არ არსებობს მედიკამენტი, არ არსებობს პროდუქტი, რომელიც აბსოლუტურად აგიცავს ალერგიული რეაქცია. ყველაფერს აქვს თავისი გვერდითი. თქვენ რო ეხლა წაიკითხოთ ინტერნეტში ვალერიანი აბი, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ იმისათვის, რომ დამშვიდეთ იმისი გვერდითი ეფექტი, არის აგზნება. აი წარმოიდგინეთ რა, როგორი დისონანსია. ნამდვილად პარადოქსია. უმრავლესობა რაოდენობით მივიღებთ. თუმცა უმრავლესობა აი ამ გელებისა და საშხაპე საშუალებებისა შეიცავს ჰიალურონის მჟავას და სწორედ ამაზე არის აგებული მარკეტინგული სვა, რომ ის
სთავაზობს შეავსოს ჩვენს ორგანიზმში არსებული რეალური დეფიციტი ესტროგენის დეფიციტით განპირობებული, მაგრამ არავინ არ იცის, როგორ მოიქცევა ჩვენი ორგანიზმის მიერ მოხმარებული სინთეზური ჰიალურონი, ხო? გამოიწვევს თუ არა ადგილობრივ რეაქციას. ამიტომ ერთჯერადად ესე ერთი მიმართულებით რჩევის მოცემა, რომ გამოიყენეთ ან არ გამოიყენოთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ აი ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ ჩივილები გაცილებით ნაკლებია. ოი, ეს საინტერესოა ამის. მე თუმცა რა თქმა უნდა შემადგენლობას უნდა გავეცნოთ დიდი ყურადღებით, რაც იშვიათად ვაკეთებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს, არ ვიცი შეიძლება ვისაუბრეთ და გამორჩა, მაგრამ საინტერესო არის რას ურჩევდით ორსულებს ზღვაზე, უნდა შეიკავონ თუ არა თავი კვებისგან, იმიტომ რომ პედიატრები მაგალითად გვეუბნებიან, რომ არ შეიძლება, არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა იკვებოს ზღვა. ნამდვილად, რაც შეეხება ზღვაზე კვებას, ყველას გვიყვარს რომ ჩამოატარებით რაღაცას შევიწინთ ხო, მაგრამ აი ჩამოტარებული ნაკლებად არის ჯანსაღი, მოდით ესე ვთქვათ ხო, აი ეს ფისტაშკები, თხილი რაღაცები ნაკლებად. ზღვაზე რეკომენდებულია ორსულმა მიიღოს წყალი, ნაკლებად მარილიანი საკვები, ну აი თუნდაც იმ 2 საათიანი ინტერვალის განმავლობაში როცა ის ზღვაზეა თუ ლიტრა ნახევარი არა ლიტრა წყალი მაინც უნდა მიირთვას აუცილებლად, თუნდაც ქოლგის ქვეშ იყოს ის, მაინც მოქმედებს. ქოლგაშიც გადის ულტრაისფერის სხივები. ამიტომ იქიდან გამომდინარე არ გვინდა რომ ზედმეტად ორგანიზმი გადახურდეს, მიიღოს წყალი, მიიღოს გარეცხილი ხილი, თავის მიერვე გარეცხილი და წაღებული ზღვაზე და არა ზღვაში გარეცხილი, ეს ნება კონკრეტულად, ანუ ქვეყანაში სადაც ყოველ წელს ხალხი ლერვის ნახარში დამწრობებს ღებულობს და დამწრობის ცენტრს უწევს ამაზე ორკვირიანი რეპორტაჟები, უნდა ვთქვა, ზღვაში ხილი არ გარეცხოთ. რაც არ უნდა სუფთა იყოს თქვენთვის ზღვა იმ დღეს, მაინც. მართალი ბრძანდებით, ჯობია ვთქვათ, საკვების სახით წაიღოს, შედარებით თხიერი, აი მუსი, მაგალითად ესეთი საკვები, მორსი, გაცილებით ჯობია, ვიდრე მყარ საკვებზე გადავიდეს ის ზღვასთან, ასე ვთქვათ, მჭიდრო კონტაქტის დროს. სახლში წაბრძანების დროს, სადილის დროს აუცილებლად მიირთვას ცილებით გაჯერებული საკვები, აუცილებლად ეს ხორცის სხვადასხვა ნაირსახეობის სახით, ბოსნეულთან და ბალახეულ საკვებთან ერთად. კი ბატონო. უღმესი მადლობა ქალბატონებმა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, როგორც ყოველთვის კვალიფიციური რჩევებით ირმა რამიშვილი, გინეკოლოგი იყო ჩვენი სტუმარი. გავითვალისწინებთ ყველაფერს გვერდებით. და რამდენიმე წამში უკვე დაგვირდებით სხვა დღეს. გუშინ მქონდა თავისუფალი საღამო, თავისუფალი დრო მქონდა და გადავწყვიტა რომ მოდი ახლა გაქვს ეს დრო და დავუთმე თვით განვითარებას. წაიკითხე წიგნი, რომლის წაკითხვის დროც დიდი ხანი არ მქონდა. ზუსტად 1 საათი ვარჩევდი წიგნს და ვერცერთ გული ვერ დავუდე. თითქოს აი ცხოვრების ამ ეტაპზე აი არც ერთი არ იყო იმ ტალღაზე, რაზეც მე ვარ. შემდგომ ვიფიქრე, მოდი აი იქნებ სერიალს ვუყურო. 45 წუთი ვარჩევდი სერიალს და ვერაფერი შევარჩიე და მივხვდი რომ დავიღალე. და მივხვდი რომ ეს თავისუფალი დრო, რომელიც ჩემეძლო განტვირთვისთვის დამეთმო, დავუთმე დაღლას. 90 წუთი არჩევდი. 90 წუთი. შემდგომ მივხვდი რომ იმ ადამიანთა რიგს მივეკუთვნები, რომელთაც სინდისის ქენჯი ნაწუხებს მაშინ, როცა ისვენებს. ეს რა ფენომენია ვკითხე ჩემ თავს და ზოგადად რას ნიშნავს დასვენება? როგორ ამოვიცნო რა არის ჩემთვის თერაპიული, რა არის საჭირო განტვირთვისთვის, სინდისი რატომ ქენჯნის და როგორ არ უნდა მქენჯნიდეს, თემაზე ვცლად ვიმშელებთ ჯაბა ყრუაშვილთან ერთად ფსიქოთერაპევტი შემოგვეცდება. გამარჯობა. მოგესალმებით. შედამის. ისე ხო არ ხდება ასე რომ დაუშვათ სინდისი ქეჯნის მაშინ როცა ისვენებ, იმიტომ რომ სხვაგან არ შეგაწუხოს სინდისმა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამბებზე. ხო, ანუ ეგოისტურია ხო? იგი თიბაშები და უმნიშვნელო რაღაცების გამო გაწვალებს. ჯაბა, მოდი. საუკეთესო მაგალითი ყავს ახლა ანიდან, მოდი განვიხილოთ მისი შემთხვევა რა ფენომენი. მაშინ წამოწექი ასე თუ გადაგდით, მაგრამ
აი, სანამ დავიწყებთ ამ სინთეზის ქეჯნაზე საუბარს, სანამ მივალთ, იმიტომ რომ ხვდები რომ ეს რაღაცა ცოტა ისეთი ფაზა არის, გარკვეულ შრეებს რო გავივლით, სულ თავიდან დავიწყოთ. რას ნიშნავს ფსიქოანალიზის, ფსიქოთერაპევტის გადმოსახედიდან სიტყვა დასვენება? რას გულისხმობს დეფინიცია? ხო, ამ შემთხვევაში ახლა სად დაისვენონ ადამიანებზე მე ვისაუბრებ. სად ვიმოგზაუროთ, ამაზე არ ვსაუბრობთ ხო? ეს უფრო არის ფსიქიკის იმ ფუნქციების დასვენება, რომელიც ძალიან აქტიურია სხვა დროს. ძირითად შემთხვევაში ხა ადამიანები ოპერირებთ ანალიტიკით, ხო? ანუ ვაანალიზებთ, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ცხადია, რომ ეს ჩვენი აზრები არის ძალიან აქტიური. დასვენებაზე მე ესე ვიტყოდი, რომ როცა აქცენტი ადამიანს გადააქვს შედარებით უფრო შეგრძნებებს. ამ შემთხვევაში ეს ანალიტიკური მხარე ნენელად ხრება. ეს არ ნიშნავს, რომ ანალიტიკაში არსებული პატერნები იკურნება და ადამიანს კონკრეტული პრობლემები აღარ აწუხებს, თუმცა მისი ინტენსიობა ნენელა მცირდება. ამ შემთხვევაში ხა ჩვენ როცა დასვენებაზე ვსაუბრობთ, ხო ადამიანი როცა ისვენებს, ძირითადად გადართული არის რითი ისიამოვნოს. და უფრო შეგრძნებით სამყაროს აქცევს ყურადღებას. ხო. და შესაბამისად მისი ეს ანალიტიკური მხარე პასიურია. და შესაბამისად როცა ის პასიურია, ზოგადად ფსიქიკას ახასიათებს როგორც კუნც ახასიათებს, რომ რა ფუნქციაც არის ხშირად გავარჯიშებული, ხო? მე ის უკვე ავტომატურ რეჟიმში შემოდის ყოველდღიურობაში და ცდილობს მისი გავლენა კონდეს ადამიანზე. დღევანდელ დღეს ახლა 21 საუკუნეში ცხადია, რომ ეს ანალიტიკური მხარე არის ძალიან განვითარებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის და ჩვენ ამ ყველაფერს ვაანალიზებს, გაანალიზებასაც კი ვერ ვასწრებთ. ახლა ფსიქოლოგიაში ამას ვეძახით ინტროეცირებულ შინაარსებს, რომელიც ისე იჭრება ფსიქიკაში, რომ ჩვენ უბრალოდ დრო არ გაგვაჩნია, რომ რაღაცა კვალიფიკაცია მივცეთ და გავაანალიზებთ. დღეს როცა ოპერატიული მეხსიერება ძალიან პატარა გვაქვს და გოვარჯიშებელი. ფაქტობრივად შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ ქრონიკულ დაღლილობის სინდრომზე, რაც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. იმიტომ რომ მაშინაც კი, როცა ფიზიკურად მოსვენებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხელში გვიჭირავს გაჯეტი და ვღებულობთ კოლოსალურ ინფორმაციას, ხვდებით, რომ ძალიან ვიღლებით, ხო? და ეს რა არის ეს სინდრომი, რა სიმპტომები ახასიათებს? ესე გვერდულად გვიჭირს ხოლმე საკუთარი თავის აღქმა და ზოგჯერ საჭიროა რომ შევხედოთ ჩვენ თავს გვერდიდან და დაუსვათ ესეთი დიაგნოზი, რომ შენ ახლა ინაგვიანებ გონებას და ჯობია რომ გადადო ეს გვერდით. აი, რა რჩევებს მოგცემდი კიდევ გითხარ. ხო, მაგ შემთხვევაში ზოგადად ანუ ნებისმიერი кейსი ყოველ შემთხვევაში მე რა მიდგომასაც წარმოვადგენ, ფენომენოლოგიური მიდგომის მიხედვით არის ძალიან ინდივიდუალური. ჩვენ არ ვაზოგადებთ და ვერ ვიტყვით ეს. თუმცა არის რაღაცები, რაც ახლა კოლექტიურად ყველას გვახასიათებს, თუნდაც ეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის აწუხება. ხო, ეს არის ფსიქოლოგიური ხედვები, ერთი არის რომელიც ეძებს განსხვავებას, მეორე არის რომელიც პირიქით აჯგუფებს. მე პირადად აი სკროლას ეგრეთ წოდებულს მივიჩნევ როგორც გაქცევას, ეს არის არაცნობიერი გაქცევის ფორმა, პირობითად ადამიანს აქვს გარკვეული წუხილები და მასთან გამკლავება არაცნობ ფსიქიკას ზოგადად ახასიათებს ეს, რომ არაცნობიერად სადაც წუხილია, მასთან გაჩერება არ უყვარს, არ უნდა. და არაცნობიერად აჩენს სურვილს, რომ რაღაცას უყურო. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემში არსებობს რაღაცა წუხილი, თუნდაც წარსულში გადახდენი ან შეიძლება აქტუალობა მაქვს რაღაცა აწმყოში, რომელსაც ვერ ვეხები. შესაბამისად, ეს ავტომატურ რეჟიმში სკროლა არის ჩემი ყურადღების გადატანის კარგი საშუალება და ეგრეთ წოდებული გაქცევა. გაქცევა, ხო. ადამიანს შეიძლება რესურსიც კი არ ქონდეს, რომ იმ მომენტში გაუმკლავდეს იმ ტკივილს, რაც არის მასში აქტუალური, შესაბამისად თუმცა სანამ არ მოიხარშება ამ ტკივილში ბოლომდე უხეშად ვამბობ, ხა მანამდე პრინციპს მაინც ვერ გადალახავს, რამდენიც არ უნდა სკროლს. და მეორე მხრივ, რას თქვენ თქვით, ანუ შეიძლება ვთქვა, რომ დაუშვათ, რაც უფრო მიხარია შენი დანახვა, მით უფრო ნაკლებად მინდება სკროლვა. თუ მე შენ გულწრფელად შეგხვდი და შენთან დრო მომწონს ნებისმიერი წამი, შენთან ლაპარაკი, არ ვიცი, შეხება, იქ სიყვარულია თუ მეგობრობა,
ანუ რაში მჭირდება სკროლვა ხო? აი აქ ხარ, როგორც იქნა აქ ხარ, როგორც იქნა გელაპარაკები, როგორც იქნა შეთერთად ყავას ვამ, ჩაის ვამ, ეთერში ვარ, რა ვიცი, ნებისმიერ რამე. ეს ძალიან საინტერესო აქცენტი დასვით ახლა. ანუ თქვენ თითქოს რასაც ამბობდით ის კი, ანუ გეშტალტ თერაპიულად კონტაქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგადად ნებისმიერი ტიპის დარღვევა მიიჩნევა, როცა ადამიანი კონტაქტს კარგავს იმ რეალობასთან, სადაც არის. თქვენ რაც ახსენეთ ახლა ურთიერთობები. ესეც არის კონტაქტის შეგვიძლია ესე ჩავთვალოთ, რომ წყვეტის მექანიზმი ერთვება, ახლა მე არ მინდა რომ ძალიან ფსიქოლოგიური. ბევრი წყვეტის მექანიზმია გეშტალტში კი იმას. ხო, არ მინდა რომ ძალიან ფსიქოლოგიურ ტერმინებში გადავიდე, მაგრამ ესეც არის, რომ კონტაქტში ვერ ყოფნის ფაქტი. ხო. აი თქვენ რაც ახსენეთ. და ზუსტად ეს არის, რომ თერაპია ხელს უწყობს, რომ ადამიანი ჩართოს ისევ ამ დინებაში და ამ კონტაქტში და აქ უფრო მეტი სიჯანსაღია ცხადია, რომ ის აწმყოსთან არის, აი პულსაციაზე აქვს ხელი და ყველა ეს გაქცევები აი ამ დინებიდან გარკვეულწილად გამოსვლას ნიშნავს. აი ბუნებრივია, როცა შვებულებაზე და დასვენებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ესე მთელი წელი გულმოდგინებით ნატრულობს და მოდის ეს პერიოდი, აი ამ დასვენების ჟამს უფრო მეტია, ხო, პრეცედენტები გაქცევის, უფრო ხშირად გავrpivart. აი როგორ არ გავიქცეთ, როგორ ვიყოთ აქ და ახლა და შევიგრძნოთ თუნდაც ჩვენი ტკივილი, რჩები მოკვეცი, ჯაბა თუნდაც პრაქტიკული. ხო, აი თქვენ როგორც ახსენეთ მოკლედ ტკივილს და ყველა არასასიამოვნო ემოციას ახასიათებს ესეთი თვისება, რომ რაც მასთან ნაკლები კონტაქტი გვაქვს, ის უფრო ძლიერდება. რაც უფრო მის იგნორირებას ვახდენთ და რეპრესიას ვახდენთ, ის უფრო ძლიერდება. პირიქით უფრო ჩვენზე გავლენას ახდენს. დიახ. ხო, იმიტომ რომ ეს წინააღმდეგობა ზუსტად ქმნის ამ არასასურველ ემოციას, რომ მე როცა არ მინდა შემეშინდეს ფაქტორად რაღაცა კარებზე მაქვს ხელი. აი მითოლოგიაში რო არის, აი ურჩხულებს რო თავს მოკვეთენ და ორი თავი ამოდის და მე სამი თავი. ეხლა ახლა მივხვდი რას ნიშნავს. ზუსტად. ნუ ეხლა არ ვიცი ეს რამდენად სწორი შედარება იქნება, ნუ ამ ურჩხულს უნდა ჩავეხუტოთ რაღაცნაირად რა, რომ უნდა ან ჩვენს თავში ვიპოვოთ ურჩხული ხო. და მოკლედ აქ რა არის მთელი სირთულე, რომ როცა ძლიერ ემოციებთან აქვს ადამიანს საქმე, ანუ რაღაცა გადახდა თავს ისეთი, რომელიც მასში იწვევს ამ ძლიერ ემოციებს, ვეღარ აცნობიერებს, რომ რეალურად მას თავის თავში მხოლოდ და მხოლოდ ემოციასთან აქვს საქმე. ამის კატასტროფიზაციას ახდენს, ქმნის საკუთარ რეალობას, პროექციულად ხედავს სამყაროს და შესაბამისად უკვე ეწყება პანიკა. ეს ემოციები უფრო და უფრო იზრდება. მაგრამ თუ ამ მექანიზმს დავშლით, რომ რასთან მაქვს მე ამ წუთას საქმე, არის რომ სხეულში არსებული კონკრეტული განცდა და გონებაში არსებული კონკრეტული ფანტაზია. და მას აქვს ერთმანეთთან ბმა. და შეიძლება ითქვას, რომ ეს სულაც არ არის საშიში საკონტაქტოდ. ხო. და როცა ამასთან კონტაქტს იწყებს ადამიანი, ამ ემოციასაც აქვს თავისი გარკვეული ცხოვრების ციკლი. ეს არ ხდება, რომ შევეხე ჩემ შიშს და გაქრა. ან შევეხე და არსად არ მიდის და მოდი არ შევეხე. არა. მას აქვს თავისი ცხოვრება, რომელსაც იწყებს, რაღაცა პიკს აღწევს და მერე გადის. უბრალოდ და ეს თანდასწრება ადამიანის არის მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში თუ ეს მონელება არ მოხდა ამ ემოციის, ხო, ეს ცოცხლად რჩება, განდევნილი და ყოველთვის ცდილობს, რომ შემოიჭრას ადამიანის ფსიქიკაში და გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს მის ქცევას. უადგილო დროს ხშირად. შეიძლება მიუბრუნდეთ ანის თავდაპირველ შეკითხვას, ანუ აქვს თუ არა ანის უფლება საკუთარ თავთან? დიახ. რომ იზარმაცოს და აქვს თუ არა უფლება იმ სინდის უთხას, რომ წადი რა დამანები თავი ახლა შეიძლება საათნახევარი დავკარგე რაღაცების ძებნაში რაც ვერ იპოვე, მაგრამ პარალელურად მე ხო ვეძებე, მე ხო ენერგია დავხარჯე და პრინციპში უბრალოდ ვერ ვნახე რაც მინდოდა და რატო ვარ დამნაშავე იმაში, რომ საათნახევარი დავკარგე, მე ხო უსაქმური არ ვარ რაღაცა, ხო შეიძლება გაიმართოს თავი, რომ ეს ვარ ამაშვები და ბოლო გამანები თავი. იცი რა არის, ხა უფლება რო აქვს ეს ბუნებრივი არის, მაგრამ თავად ანი რატო ვერ აძლევს საკუთარ თავს ამის უფლებას? რა თქმა უნდა, მაგას გულისხმობ, რომ ბოლო მნიშვნელოვანია. ჩვენ რატომ არ ვიცით უფლება, ხო ისე სიდის მოგდანებს რა. წავედი მე ხარ არ მინდა მუშაობ. ძირითად შემთხვევაში ეს არის შინაარსები, რომელიც ჩვენ
მოყვება წარსულიდან. კი, კოლექტიური ცნობიერების შინაარსები მე უკვე ახდენს, ეს არის ფროიდისეულად, ეს არის სუპერეგო, რომელიც ჩაგუძახის, გვაკრიტიკებს იქიდან, გვარიგებს ჭკუას და ამ სუპერეგოში არის შეკრებილი მთლიანად ჩვენი კულტურა, აღზრდა, მეზობელი, ნათესავები, სულ ყველა. ვისთანაც კი შეხება გქონია და გსმენია. შესაბამისად, მას აქვს თავისი კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ ქცევას საჯულივით უყურებს. კი. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნებოდა დროის დაკარგვა, იმიტომ რომ მასთან კომუნიკაცია არის ყველაზე დიდი საქმე, რეალურად. იმიტომ რომ მას თუ დავტოვებთ ისე როგორც არის, ხო? ის გამოდმებულ რეჟიმში ჩვენზე მოხდენ ზეგავლენას და მაგაზე კარგ საქმეს მე მგონია, ახლა მე პროფესიული ხედვითაც ვამბობ ამას, ცხადია, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელადაც ამას ვამბობ, რომ აი ამ შინაგან სამყაროსთან ურთიერთობის დალაგება მერე ცხადია აისახება ყველა იმ მიმართულებაზე, რასთანაც კი ჩვენ შეხება გვაქვს. ეს იქნება ჩვენი პროფესია, ეს იქნება ჩვენი ურთიერთობები, ეს იქნება ოჯახში, ყველაფერზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ეს ჩვენი პატერნი, ფიქსაციები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ფსიქიკურ ენერგიაზე ზის. ის რო არსებობს, ხო, ჩვენ ფსიქიკური ენერგიის რაღაცა გარკვეულ ნაწილს მოიხმარს. და ესე ძალიან ბევრია. იუნგი ამას ამბობდა, ხო, ეძახდა კომპლექსს. და ეს კომპლექსები, ოღონდ არა იმ გაგებით, რაც ახლა კომპლექსიანი ადამიანზე რო იძახიან ხალხში, არა, კომპლექსი არის ჯამი. ნაკრები, ხო. ეს ნაკრებები არის ძალიან ბევრი ჩვენში, რომელიც ამ ფსიქიკურ ენერგიას აზის და იღებს, იკვებება იქიდან. შესაბამისად, როგორც კი მასთან ადამიანი იწყებს ურთიერთობას ამ შინაგან ემოციებთან, ხო? როგორც კი ეს ემოცია ამ ემოციას მოინელებს და წავა ეს ემოცია და განთავისუფლდება, ეხსნება ახალი და ამას განიცდის აუცილებლად, რომ რაღაცა ენერგიაში მატებაა. და ფაქტიურად ეს მოცილება ამ პარაზიტების, რომელიც ჩვენი ფსიქიკური ენერგიით იკვებება, ადამიანს უფრო და უფრო მეტი ენერგია მოსდის და ამ ენერგიის მე უკვე მოხმარება შეუძლია იმ აწმყოში და იმ რეალობაში, სადაც ყველაზე ეფექტური შეუძლია რომ იყოს. რიცხვზე იყო ჩამოკიდებული, ვიპოვეთ ეს, გადავჭერით ეს კაბელი და აღმოჩნდა, რომ ჩვენს რიცხვზე ნაკლები ანგარიში მოვიდა და ნამდვილად. ის ფული დახარჯეთ კონფეტებსაც. ყველაზე სწორი საიტები. თქვენ თქვით, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობის დალაგება არის მნიშვნელოვანი, ხო, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო და რაღაცნაირად ერთ შეხედვით გონია, რომ ეს არის მარტივი, რომლის განხორციელებაც რეალურად არ არის მარტივი და რთული. აი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სამსახურზე ფიქრობენ. და მაშინაც კი, როდესაც სახლში მიდიან, ასეთ ადამიანებს ვეძახით ხოლმე, რომ აი სახლშიც კი სამსახური მიყვება. არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოდუნდეს, დაისვენოს და სამსახური დარჩეს სამსახურში და სახლში იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს. აი განსაკუთრებით ახლა შვებულების პერიოდი იწყება ჩვენს ხვალიდან უკვე დიდი შესვენება გვაქვს, მაგრამ ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც 24 საათი მაინც სამსახურზე ფიქრობენ. გარეთ მეგობრებთან საუბრობენ, უბრალოდ ყავაზე ჩამოვსხდებით თუ უბრალოდ სახლში ან აივანზე რაღაცა გარე სივრცეს უყურებთ, ამ დროსაც კი მუდმივად სამსახურის ფიქრში არიან. როგორი ადამიანები არიან ესენი და რა შეიძლება მისცეთ რჩევა იმისთვის, რომ საკუთარ თავს მისცენ უფლება, რომ მოდუნდნენ და დაისვენონ, რომელიც ჩვენს სხეულსაც ჭირდება, ჩვენს ფსიქიკასაც ჭირდება და ბოლო-ბოლო ირგვლივ ყოფებსაც გუჭირდება, ხო? ვინც ასეთ ადამიანებთან ერთად ვატარებთ ხოლმე დროს, იმიტომ რომ ზირთად შემთხვევაში ძალიან დისკომფორტია ხოლმე. ხო, აი ძალიან საინტერესო არის თქვენ რაც თქვით, ახლა რა კითხვას დასვით, ანუ ამის უკან ყოველთვის დგას გარკვეული ემოცია. როცა მე რაღაცისგან ფიქრს ვერ ვანებებ თავს, შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობას ვაძლევ, შეიძლება ჩემ იდენტურ ნაწილთან აი სამსახურის დაკარგვა, ჩემთვის ნიშნავს რაღაცა ავტორიტეტის ჩამოსვლას, აი ვიღაცას რაღაც პოზიცია აქვს და ამ პოზიციასთან თავს აიგივებს და მე უკვე აქ შემოდის შიში, რომ ეს რო არა, იდენტობას კარგა მე ვინ ვარ. შესაბამისად, როცა რაღაცაზე ფიქრს ვერ ვიგდებ თავიდან, ხშირ შემთხვევაში მის უკან დგას ემოცია შიში, რომელთანაც მე მეშინია ურთიერთობა. ვერ შევდივარ მასთან საურთიერთობოდ.
აქაც გამოსავალი არის ყოველთვის ამ ემოციასთან, ამ ემოციის ასიმილირება. ესე ვარქმევთ ჩვენ ფსიქოლოგიაში, ესე იგი შეხვდეს ამ ემოციას, დარჩეს მასთან. ცხადია, რომ ხა ფსიქოთერაპიული სეანსები ამაში ძალიან ეხმარება, ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა და მასთან სწორი შემხებლობა აღწერის გზით. მაგრამ თავისთავთანაც ამ გზით შეუძლია ადამიანმა რომ იმუშაოს, რომ უნდა იპოვოს მის უკან რა დგას. რა არის ის, რაც არ ასვენებს, რომ ამაზე არ იფიქროს. აი მაგალითად ახლა მე ვისვენებ, ძალიან კარგი გარემოა, მაგრამ ეს ჩემი ფიქრი არ მაძლევს საშუალებას, რომ ამ გარემოში ვიყო ჩართული და მივიღო სიამოვნება. ცხადია, რომ ესე იგი აქ ამ ფიქრთან ბრმაში არის გარკვეული ემოცია, რომელიც მოსვენების საშუალებას არ მაძლევს და ვარა მასთან ჭიდაობაში და ამას ცხადია, რომ უდიდესი ფსიქიკური ენერგია მიაქვს. რადგან ვორკოჰოლიკებზე ვსაუბრობთ, ხშირად არის სტაგნაციის შიში. და სხვა შორის ეს ბოლო დროს დავიწყეთ ხოლმე ერთი შეხედვით ნეგატიური ტერმინი რო გგონია, ამ ტერმინების სხვაგვარად ახკმა, მაგალითად, რამდენიმე ეთერის წინ დავასკვენით, რომ ეგოიზმს დადებითი თვისებებიც აქვს და არ უნდა უარყოთ და თუ ჩვენს არჩევანს პატივს ვცემთ და ამის გამო ეგოიზმს გვეძახიან, არ არის პრობლემა. მთავარია ჩემ თავთან მართალი. სტაგნაცია შეუძლიათ გწემოთ. ხო, ის სტაგნაციაც ხო ერთ შეხედვით ნეგატიური ტერმინი, რაც ნიშნავს გაქვავებას, ხო, ვეღარ ვითარდება. ზოგჯერ ესეც ხო საჭიროა გაქვავებულ მდგომარეობაში ყოფნა. აბსოლუტურად. სამყარო ზოგადად არის დიქოტომიური, ანუ პოლარული. შესაბამისად, ანუ ყველაფერში არის მეორე მხარე. მაგალითად, ტკივილთან ყოფნის დროს აუცილებლად ტიპოვი განთავისუფლებას, ან დეპრესიაში ბედნიერების ნაწილია. შესაბამისად, ანუ აი ეს დიქოტომიურობა არის ზუსტად, რომ ეს სტაგნაცია არ არის ესეც პროცესის ნაწილია და ეს არ არის სტაგნაცია და მორჩა. არ არის. ესეც არის პროცესის ნაწილი. მე მივდივარ, აქ შეიძლება რაღაცა პერიოდი შემოდის ესეთი, აქედან შეიძლება პირიქით საზრდო იყოს ძალიან დიდი. ზოგადად მე ვერიდები ხოლმე რაღაცა აი ესეთი ინტერპრეტაციების მიცემას რაღაცა პერიოდების განმავლობაში, მაგალითად დეპრესიული პერიოდი, სტაგნაციური. მე უფრო აი რაც უფრო აწმყოსთან ახლოს არის ადამიანი, ხო? მით უფრო ეს კიდე უფრო იყოფა. და შესაბამისად ამ სტაგნაციის პერიოდში შესაძლებელია რომ ადამიანს ჰქონდეს რაღაცა წუთები, ბედნიერება, სიხარულიც, ყველაფერი, ხო, არასდროს არის ერთმნიშვნელოვანი ჩვენი ცხოვრება რა. ზოგჯერ რაღაცა ემოცია მეტია, მაგრამ მაინც კოლექტიური რაღაცა სინთეზი არის ბოდი. ასე ხო იცული რო გაკეთე. ანუ წარსული აღარ არის და აღარ იქნება, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ერთადერთი გვაქვს აწყო, რასაც ვამბობთ და ამ აწყოში უნდა ვაცავალთ ალბათ საკუთარ თავს ხანდახან მოწყენაც ხო ეს ემოციაც რაღაც ხაერიდან მოტანილია რა ძალიან ხوار გადაგვინერგა ვიღაცა ხო ჩვენია ეს წყენაც ჩვენია ეს ბრაზიც ჩვენია ეს სიხარულით ჩვენია ეს ცრემლით ვაცალოთ რას გეუბნება იმიტომ რომ საკუთარ როგორც თქვენ ამბობთ თავიდან ხო საკუთარი ორგანიზმი ხანდახან რაღაცას გეუბნება შიგნიდან ხო მე მჭირდება დასვენება დაეგდე წამოწექი ტელევიზორს არაფერი არ გააკეთო შეგიძლია გაიბუტო შენი მეგობარი თუ ადამიანი ის გაიგებს რატომ დაიყვი უბრალოდ რომ გაიბუტები მაინც გაგიგებს ხო აბა მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე რომ აი თუ არ მოვიწყენ ვერ მიხვდები როდის ვარ ბედნიერი აი თუ არ მეტკინება ვერ მიხვდები როდის ვარ კარგად მუდამ გახარებული ადამიანის დაწერილი ღრმა ფილოსოფიური დეპრესიული ლექსი მაჩვენე ანუ წარმოიდგინე 24 საათიან განცხრომაში როგორ შეიძლება დაწერო რაღაცა ისეთი მეცხრე სიმფონია ხო რომელიც არის მინორული ну შეუძლებელია ესეთ რაღაც ანუ ყოველთვის ამაზე ლაპარაკი და სპეციალისტები ამას გეუბნებიან რომ იმ დეპრესიულობის თუ ახლა ჯანმრთელობის ფარგლებს შედა ჯანმრთელობის ფარგლების საზღვრები საკმაოდ დიდია ხო ახლა 100%-იან ჯანმრთელი არც ერთი არ ვარ აქ ეს ნორმალ არც ფსიქიკურად შეიძლება და არც ფიზიკურად ეს ნორმალურია დიაგნოზი დაგვიწყო ანუ ნუ მაგას რომ აბსოლუტურად სადღაც შეიძლება თითით კივა სადღაც ხიტვი ვერ ხედავთ ჩვენ მითხარი ნუ აი როგორ შეიძლება ანუ არამხიარულმა ადამიანმა როგორ შეიძლება იგზნოს ბედნიერება და დაწეროს ბედნიერებაზე ლექსი. ნუ შეიძლება მიზი ოცნება დაწეროს და ნეტა მეღირსოს რაღაც ასეთ, ხო? ყოველთვის ბრაზის garaში როგორ შეიძლება გაბრაზდე და რაღაცა არ ვიცი მე იქ მიტინგზე გამოხვიდეს სიტყვა თქვა ან რაღაც სიმღერა დაწერო ისეთი შემართული ხო ის ისეთი გაიტაცო ხალხი შანსი არა კი ნამდვილად ესეა რომ აი ეს ტკივილი არის ისეთი ინგრედიენტი რომლის შემოშვებაც საკუთარ თავში
რაღაცა ახალს ქმნის. აი ორი რაღაც რეაქცია ხდება, რომელიც ახალი იბადება რაღაც. მაგრამ ადამიანებს რაღაცა ტკივილთან გაჩერება და ტკივილთან ყოფნა არ გვინდა, შესაბამისად რაღაცა ერთ პოლარობაში აიდენტიფიცირებთ საკუთარ თავს და შესაბამისად ის გამოდმებულ რეჟიმში ცდილობს, რომ შემოვიდეს და ამ ბრძოლას მიაქვს მთელი ფსიქიკური ენერგია, მაგრამ თუ გავბედავთ იმას, რომ შემოვიდეს და ეს ადაპტირდეს ჩვენში, იმიტომ რომ ის ჩვენი ნაწილია და ეს არის ზუსტად გამთლიანება, რომ აი წარმოვიდგინეთ, რომ მე ვაღიარებ ჩემში რაღაცა ნაწილს და მას ხოტბას ვასხავთ და მისი მხარდამჭერი ვარ და არსებობს მეორეც, რომელიც ასევე ჩემი ნაწილია, მაგრამ მას უთრგუნავ. ხო, გასაგებია. და ცხადია, რომ მოკეთ ძალიან ვრცელი თემა არის და ყოველას ჩვენი რეფლექსია გვაქვს და საქმელი ამ თემასთან მიმართებაში ძალიან დიდი მადლობა ჯაბა. ხშირად გელით ჩვენთან სტუმრად და ესე რცლად მიმოვიხილოთ ბევრი ყურადსაღების საკითხი. მადლობა. პირიქით მადლობა. დაისვენეთ აქტიურად, დროებით და დაგიბრუნდებით რამდენიმე წამში. ამდენი ენერგია რომ დავხარჯეთ ამ ლაპარაკის შემდეგ ენერგიას რით ვავსებთ ადამიანები? არა მხოლოდ ენერგიას. იგივე ნავთობს ვისხავთ, ბენზინს თუ? ხათაშორის პატა ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ჭამის დროს ვისვენებ თუ ვისვენებ. ვაიმე, როგორ არ ჭამა ჩემი აზრით? არა. არა. ჭამა ჩემი აზრით არის ყველაზე დამყლელი პროცესი. როგორც მომზადება, ასევე მირთმევა. გაჩნია რამდენი ხნის განმავლობაში ჭამ. მე მაგალითად ძალიან ნელა. დიდი სიამოვნებით მივიღებდი რაღაც აბებს, რომელიც განაკლებს და დროს არ კარგავ აბებში. თუმცა კოსმონავტებმა რა ის დაკარგეს არ ვიგებ. მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ გურმანი ნამდვილად, აჯაბსანდალი არის ეს რუბრიკა, რომელიც მადას აღმიძრავს ხოლმე ხშირ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ასეთი ეფექტი ექნება ლინდა მესხიძის რუბრიკას კი ბატონო და იქაც დაგეთანხმები რომ კვების დროს თქვენ რასაც მოიხმართ იმის 35% ხმარდება ზუსტად კვების პროცესს. ასე რომ აბსოლუტურად მართალი ხარ შენ ბიოლოგიურად და შენში და ჩემში მეტი კუნთია და ჩვენ ნაკლებად ვიღლებით ჭამისას და არის ჩია გოგოა ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. მივესალმოთ აბა ლინდას. ლინდა დღემშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმებით წამყვანებს და მაყურებელს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ქედის რაიონის სოფელ დოლოგნის ხედებს. ჩვენ ვართ არაჩვეულებრივ ადგილას. მე და ჩემი რესპონდენტი, ფაქტობრივად თანაწამყვანი გიორგი ბარამიძე, რომელიც დღეს ამ მზიან ამინდში მოგვიმზადებს რას, გიორგი, გითხარი, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მართლაც საოცარ ადგილას ვიყოფებით, ჩვენს უკან აუზია, ბუნება, ყველაფერი ნატურალური. დიახ. საოცარი ძმები გვასპიზლობენ, სოსო და ბესო მიქელაძეები. დიახ. მოგეთ, ჩვენ დღეს რაკაია, ნახე. ყველაფერი გვაქვს ნამტვრალი, არანაირი კონდიციონერი, არანაირი განათება. ეზოში დაკრეფილი კიტრი, მწვანილები. მინდა შეიძლება ამოვიდე? კი, შეგიძლია, მაგრამ ჩადი. დღეს მოკლედ ჩვენ მოვამზადებთ ინსპირაცია იყო მალახტო ლობიო და მწვანე ლობიოს ფხალი, სადღაც ჩუაში მოვამზადებთ გემრიელ აპეტაიზერს და მეორე პოზიცია გვექნება ზედაური კიტრის სალათი ჩვენებურად. ჩვენებურად ანუ სუნელებში? როგორც გამოგვივა ისე. რაც გვექნება, რაც მოგვეპოვება სახლში, ჩვენებურად ისე სახლურად რომ მოვამზადოთ კიტრი. თავარი ამბავი ჩვენს უფრაზე იქნება დღეს ჭადი, რომელიც არის არაჩვეულებრივად დაბრაწული, დოლოგნის ფქვილით მოზელილი გემრიელი ჭადი, აქაური. სხვათა შორის დაფქული. ყველაფერი არის კიტრს კანი არ გავაცალეთ სპეციალურად, რომ ეს დამდვილი ვიტამინები და გემო, რაც არის მაქსიმალურად შეგვეღწვა. წიწაკა ისეც მწარეა? არა. წიწაკა არ არსებობს იმეწვა. კარგი. დავიწყოთ. სანამ ბესოს რო ვთხოვოთ ცოტა ბესოს დავუძახოთ, მაგრამ სანამ ბესოს დავუძახებ, ერთი რაღაცა მინდა ავღნიშნო. მე დავიწყო შეიძლება რაღაცები? შეგიძლია დაიწყო, შეგიძლია. შენ გაერთე, მე ვიმუშავებ, როგორც ყოველთვის. კი, აუცილებლად თუ რამეში დახმარება დაგჭირდა, შეგიძლია მთხოვო და დაგეხმარები. მე რისი თქმა მინდოდა წამყვანებსაც მინდა მოგვიანებით ვკითხო, აი სახლი, რომელიც ჩვენს უკან არის შუშაბანდებიანი სახლი, ასეთი სახლი ჰქონდა დეიდაჩემს სოფელ განთიაჩში და მთელი ზაფხული ვისვენებდი იქ და რომ ამოვედით აქ
გამოვიარეთ ახლა გარკვეული დრო დაგვჭირდა აქ ამოსასვლელად და აი რომ შემოვედი, თითქოს ჩემი ბავშვობა გაცოცხლდა, გამახსენდა ყველაფერი. ეს ხის სურნელი, ეს შუშაბანდები, რაღაც აი ძალიან სახლური და შინაურული ეს მასპინძლობა გამოვიდა და ეს სუნელი მგონი ისეთი ადამიანები არის მასპინძლები, რომ სხვანაირად არ შეიძლება. ძალიან კარგი სურნელია. ძალიან კარგი, ახლა ბოლომდე ჩავნაყოთ. ტრადიციულად წიწაკა, მარილი, კაინიგოზი. შევძლებთ ვახო რომ ვაჩვენოთ? შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ ეს არაჩვეულებრივი კონსისტენცია. მასპინძელმა ხისკოვზე გამოიყენეო და ეს ესეც შინაურულია სხვათა შორის. ყველა ოჯახში მოეპოვება დიასახლის, რა ქვია ამას? ფილის ქვა? ფილის ქვა, რომლიც იცის ლინდა. ყველაფერი იცის. მაქვს სახლში მაქვს. სახელი დამა. ბრენდერიც აქვს და ბესო ხო? ბესო ქვია. ბესო ქვია. ბესო, შეგიძლია ლიმონათი მოგვაწოდო, გიორგი, შენ გააგრძელებ. მე წავალ ბესოს ლიმონათს გამოვართმევ, რომელიც დანაყილმასაც გადავიტან. იმედი არ დავიმხობ და მეყოფა სიმაღლე. მადლობა ბესო, ძალიან დიდი. მადლობა. ნატურალური როგორც ბესომ გითხრა. ადგილობრივი ხილით მომზადებული ცივი ლიმონათი სახლური და ვაიმე ეს კუბები რა ლამაზი ფერისა. შენთვის სპეციალურად. აბა მითხარი როგორ? შერაფერადი იყო. აბა მითხარი როგორ? მოდი იცი რა მე ეგმომეცი, იმიტომ რომ ჩემი ზედის ფერში არის ეს. აი აქ დადე და ორივეს დავას. აი ეს კუბებს როგორ მიეცი ესეთი ფერი? ეგ გარხანა მიცა. ერთადერთი შემოგვეპარა ყინულები არანატურალური. ხო, კი. აი ჯერ თელი ჩვენი პრობლემა ვერაზროს ვერ გადმოვცემთ არომატს და გემოს. კი. ნამდვილად. ძალიან მწუნება გვაქვს. ნუ ახლა ვისთვის პრობლემაა და ვისთვის არა, ჩემო გიორგი. ჩვენ რა გონებდება? გაგვიმარჯოს ესე? გაგვიმარჯოს და ჩვენს მასპინძლებსაც გაუმარჯოს. ლინდა არიცულება ლინდა მადლობა რომ გადავხდი. თოლოგნის კარი დაუმეტე. კი, აღამ გადავისხი, გავიხსენე სეზონის ბოლო ჩართვაში ლამის გადავისხი გიორგის მომზადებული კოქტეილი. კარგი გიორგი. ნუ გაგიტკბება ახლა ცივი წვენის დალევა. ბუნებაში საქმე გავაგრძელოთ. არ მაძლევს ლინდა საშუალებას რომ მოვდუნდე რა. ხო, რას ვაკეთებთ ახლა ეს? ესე იგი ჩვენი დანაყული მასა, ნიგზიანი, წიწაკიანი, ნივრიანი, ქინძიანი, მასა გადმოვიტანეთ ჩვენს ლობიოში და ეხლა უნდა გავხადოთ ერთგვაროვანი. ეხლა ხელის მარტივი მოძრაობით გადავიტან ხავხს, ცოტაოდენ ხავხს. ეს ორივე ფერის უნდა იყოს, თეთრიც და წითელიც, რომელიც ალბათ როგორც გვინდა ჩვენ ისე ჩვენ ხო ჩვენ გემოძება. ნუ რა ზაფხულია, ფერადეც შევურიოთ. კი ბატონო. ესეც უნდა ავურიოთ და ქუდი არ მომძრეს, ძირს დავარდეს, არაფერს შევი ავიღებ, აუზში არ გადავარდეს. არა უშავს. მასპინძლები გვაპატიებენ ყველაფერს. მათი პირველი სტუმრები ვართ, ყველაფერი შეგვიძლია დღეს ჩვენ ვქნათ. რა თქმა უნდა. ესე იგი დავამატებ. შემდეგი ნაბიჯი იქნება დავამატოთ მწვანე ხახვი, ცოტაოდენი. მე ყველაფერში მიყვარს. შენ როგორ ხარ მწვანე ხახვთან? კარგად ძალიან, მეგობრებო. მარილი ქონდა სუნელსაც და ლობიოსაც და დავამატებ ძალიან ცოტას. ამოუსვრი კიდევ ერთხელ. მე ზედმეტი ნივთებისგან გითავისუფლებ და მე სულ მაყვედრი რომ არ გეხმარები არაფერია. უკვე რა გახარ ჩემს გვერდით ეს უკვე ჩემთვის დახმარება ძალიან დიდი. დიახ. შენი არსებობა უკვე. დიახ. ანუ ესე გამოიყურება, გავასერვირებ და ეს მარტივად არის მე დავნაყეროთ ბევრი დრო არ წამეღო წინასწარ რა. ხო, მოკლედ წინასწარ რაღაცები გიორგი ისედაც ძალიან მარტივია, ანუ ძალიან მარტივია ორ ლობიოს და გატარებულ სუნელს ურევთ ერთმანეთში. ვამატებ ხავს. მოდი ახლა ესე გავაკეთოთ, მჭადი არის ახლა. მე გადმოგიღებ, აი ესე. ბევრი არ მინდა. აი საერთებზე გადმოგიღებ, გავასერვიროთ სავით ესე. ჭადიც მინდა რომ ეს გვერდით დავუდოთ ლამაზად. ეხლავე. ეს გრაფინი ხელს იმედი არ გვიშლის. ეს ჩემი წვენიც აქ დავდოთ ლამაზად რაღაცა ესთეტურად რომ მოვაწყოთ გარემო რომ ჩვენს მაყურებელს და წამყვანებს მოუნდეს სახლში მალახტო ლობიოს მომზადება და ცოტა მწვანელს ვისესხებ შენ გალინაზე შენი ბოსტი ისესხე ბატონო მაგრამ მე ჩაასესხე ცოტა მწვანელიც მოვაყაროთ ესეთი მარტივი აჭარული გულიანი სერვირება ესე არ ჯობია? კაი, მჭადი ახლა ასე გემრიელად მე თუ გინდა მე შუაში გაგიჭრებ მჭადს და ზემოდან ნახე. მე ვიტყვი რას აჭარაში როცა არსებობს მალახტო ლობიოს
სად არის საფრანგეთი, სად არის იტალია აპეტაიზერს, ჩვენ ვართ პირველები. ანუ ყველაფერი გვაქვს, ანუ სალათი გვაქვს, ცხელი კერძი გვაქვს, ბორანო გვაქვს. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე გემრიელი აპეტაიზერი, რაც კი არსებობს დედამიწაზე. აი, ესე ოღონდ რა შინაურულად, ეხლა დავუდებ და ლინდა გადაიდანს ჭადზე. აი, ძალიან კომფორტულად, გიორგი, ის ქუდი დამიჭირე რომ არ გადამძვრეს ერთად. ესე მოკიდე ხელი, რომ ქუდი არ გადამძვრეს. სიმაღლით მაინც დავჩაგრავს ხო შეიძლება. აი, ასე გამოიყურება უკვე მჭადზე მოთავსებული ეს მალახტოლობიო, ნახეთ, აბა. გიორგი, მგონი სალათიც უნდა მოამზადო, ხო? იმუშავეთ, ვირებო ჭამეთ გადირენ. ნუ ამბობ მასე, რატო თითქოს მაყურებელს აცოდებ თავს. არის საერთოდ არ ახარ შესაძლებელი. მე მახსოვს შენს კარგად ჭამ კადრს მიღმა მინდა გითხრა. ერთი ჩართვა. ერთი ლუკმა არ მაპატია. დავიწყებ მეორე აპეტაიზერის აწყობას. ჯერ ალამაზეთებში აქვს მას მინძილს. ხო კაია, მართლა კაია. აქაც ძალიან მარტივად მე შეგვიძლია კიტრი დავხეხოთ ზედაური კიტრის სალათისთვის მე დავჭერი კუბებად კანი არ გავაცადი როგორც გითხარი გადავიტან ჯამში ძალიან გემრიელია ხო ვინდა არ ვიცი ეს მჭადის ხრაშუნის ხმა მიკროფონი იღებს ამ ხმას თუ არა მაგრამ იმედია არა რომ ცოდოა წამყვანების სტუდიაში რომ სხედა ნახა ისე მაგარ ცოდვას წამყვანებს მაინტერესებს წამყვანებთან მინდა კითხვის დასმა და თუ არის შესაძლებელი და ეკრან ვერ მოვწყდით შილშილით ყდებით რომ გიყურებთ ძალიან მაინტერესებს გულწრფელად მითხარით როცა ხედავთ ახლა ამ ყველაფერს ამ გარემოს გშურთ თუ არა ჩემი და გიორგის და ოპერატორის რომელიც ახლა კამერის უკან დგას ახლა ვაპირებთ რომ დაგემშვიდობოთ რომ დრო დაგვრჩეს რომ ჩვენ შემოგიერთდეთ მოგცემ ამის საშუალებას კარგი იქნება სოფო საცობია ვერ მოვასწრებთ იქ ასვლას მოგეთ ეს შემთხვევა როცა შურის გამოხატვა არის პოზიტიური ნოტა ხო როგორც ხვდები და კი შურს შენ ბოღმიანები ვართ და შურიანები ვართ ლინდა ხო და იმედია მაგ ხალხს რო შეჭამ კარგად იგებთ თავს ძალიან მე ჩახსნილი ვარ ყველაფრიდან ბოღმიანები და შურიანები ვართო შურსო ეს არის ეს შემთხვევა რომ პოზიტიურად ვერც თქვის გაიხარე ღმერთმა დაგლოცო ჩვენი თვალი მე მაინტერესებს მას მინდოს კითხავ აკავრობას რა უნდა დავუძახოთ ან რა ქვია რატო არ დამეხმარე ლაგუნა ვილა რატო არ დამეხმარე გიორგი ჩავიჭერი მაყურებლის და წამყვანების წინაშე სიტყვა ვერ დავასრულე ისეთი გემრიელი კერძი გადაცემა შენია და შენი ჩაჭრა არ არსებობს რა ესე იგი აკავრობას ქვია თუმცა ლაგუნა ვილა და მე ახლა ლინდას გადავარჩენ შეგიძლიათ ამოხვიდეთ და მე აქ დაგხვდებით ყოველთვის დღეს ლინდას მონავარ ხო ზღვის მონავიკნები არ არის პრობლემა გიორგი ისე საუბრობს თვითონ ლაგუნა ვილა მე გადავიტანი ამ არ დაგვილებია ხო დღეს კარგი შევიკავოთ ახლა თავი და ჩვენს ბოულში ჯამში გადავიტანეთ კიტრი რატო არ არის ანუ კიტრის სალათი ქვია ლინდა მე რა ვიცი სალათიო და მე ვიცი რომ კიტრი პომიდორის სალათია ზედაური კიტრის სალათში გადავიტანეთ ბევრი ციცაკა რომ ლინდა ბევრი არ ჭამოს არ უყვარს ლინდა ციცაკა წინა გადაცემაში ხომ მკითხე ეს ციცაკა ცხარი რატოა რა ციცაკა კარგი გიორგი შემდეგ ვამატებთ პიტნას მიოს ესე მიყვარს აი ესე შვებიან აკაურების დარწმუნებული ვარ ყველა ესე შვება უბრალოდ თოლოგნის კარმატმებით სამშრია ვამატებთ მარილს ესე უნდა მიხარა ეგრე ევროპაში კაჭარაში ვართ ვამატებთ ვარილს ვამატებთ კაუზით ვამატებთ მაცონს მეგონი ბევრი მომივიდა. წამზეა და პოდიშ გიხდით. აუ რა კაია, უკვე კაია ესა. ესეც მსუბუქი იქნება ამასთან. კი, მე ხო იცი რომ ხოცუმ რაღაცას მივიხნო. და ჯანსახს. მაგიტო ვარ ეგეთ კაი ფორმაში. ესე იგი, ესეც გავაერთიანეთ. ეხა შეგვიძლია გამოვიყენოთ ძმარი, რომელიც დამოიწყდა ზედაური კიტრის ამაში რა ქვია, მალახტოლობიოში არ უქენი დამოიწყდა, მაგრამ აქ გამოვიყენებ. ესე იგი, ძალიან უხდება ჩვენს ბოდიში ხელსახოთს ავიღებ. როგორ გეკადრება გიორგი. ხლავე? ძალიან უხდება ჩვენ კიტრის სალათს სიმჟავე. ამიტომ დავამატებთ ლიმონს. ესე
ცოტა არეულობა მოხსა. არა უშავს დაულაგდებით. მთავარია საჭმელი იყოს გემრიელი. მე მგონი რომ ძალიან გემრიელი. კერძი იყოს გემრიელი მთავარი. ამაშიც უშვებით მწვანე ხავს. მაგრამ მაინც ყველაფერი მიმოყარე დღეს რატომ ხაც გადაწყვიტე. რაღაცა იცი ისეთი არეულობა გინდოდა დღეს. რაღაცა ჰაერზე ვართ. რატომაც არა, ყველაფერი. ჩადიქვევით. ეს უნდა გასინჯოს ახლა ლიდა. არა, გამინდა. ძალიან გემრიელია ლინდა. ვიცი ეთყობა. უბრალოდ აღარ მინდა ამ სიცხეში. მოგეთ, სახლში რომ მოვამზადოთ ეს სალათი, დაგჭირდება კიტრი, წიწაკა, მაწონი, პიტნა, ქინძი, მწვანე ხახვი, მარილი და წიწაკაც გემოვნებით. ნუ თუ თქვენ გიყვართ, შეგიძლიათ უქნათ, შეგიძლიათ არ უქნათ. დიახ. და გიორგი, ასევე მაინტერესებს ახლა ეს სახლური ლიმონადი რისგან არის დამზადებული, რა გვითხრათ? ახლა მოვიტყვევი რომ თქვა ხო პორტოხალი დავკრებეთ და რაღაცა ხო? არა, ძალიან დიდი ტყუილი იქნება ახლა რო თქვა პორტოხალი დაკრება. მაგა ჩვენი ლიმონადი მზადდება შემდეგნაირად. ლაიმის, ლიმნის, პორტოხლის წვენს ვაერთიანებთ, გადაგვაქვს ბლენდერში ან ხელის ნებისმიერ რამეში. ვამატებთ პიტნას, ცოტაოდენ შაქარს და ნებისმიერი გაზირებული ტკბილი წყალი. შეიძლება იყოს ეს 7up, Sprite ან ხო, ნუ ნებისმიერი რაც გინდა რა. ნებისმიერი რა. ბევრი ყინული და ცივი სასმელი მზად არის. მოდი დავიმატოთ ცოტა ეს წვენი, დაამატე გიორგი. აი, ხედავთ ხო? დაამატე ცოტა წვენი და მინდა რომ შენთან ერთად დავემშვიდობო მაყურებელს, რომელიც ერთგული იყო ამ დროის განმავლობაში, რუბრიკა აჯაფსანდალის და ჩვენი. ვიმედოვნებ რომ საინტერესო და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტები გაგიზიარეთ და ვიმედოვნებ რომ სამომავლოდაც როცა ახალი სეზონი დაიწყება გავაგრძელებთ ამ ყველაფერს და კიდევ ბევრჯერ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ლოკაციიდან სხვადასხვა კერძის მომზადების რეცეპტებს გიორგისთან და სხვა ჩემს რესპონდენტებთან ერთად. მადლობა მინდა გადაგიხადო გიორგი შენ, რომ ყოველთვის მზად ხარ, რომ ჩემს ნებისმიერ SMS-ზე და ნებისმიერ ზარზე დამთანხმდე და მითხრა რომ კი ლინდა არ არის პრობლემა, გადავიღოთ, რა გადავიღოთ და ესე შეთანხმების საფუძველზე ვამზადებთ სხვადასხვა კერძებს. ასევე მადლობა წამყვანებს, პაატას მინდა განსაკუთრებულად ვუთხრა მადლობა, იმიტომ რომ ყოველთვის შურს ჩვენი მადლობა გაზრდილის განსაკუთრებულად შურს ანუ მე განსაკუთრებულ ბოლოიას და შურიას საჭიროს ჩემს ადგილას მადლობა მე როცა მივდივარ ყოველთვის ეს როგორ გააკეთა ის როგორ გააკეთა რაღაცა და ასე შემდეგ მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ახლა სხედან საეთეროში და ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენი ჩართვა გავიდეს ეთერში. მადლობა ყველა მასპინძელს, ვინც ამ ერთი სეზონის განმავლობაში და წინა სეზონის განმავლობაში გვიმასპინძლა უანგაროდ და კიდევ მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანს, რომელიც კამერის მიღმა დგას. დღეს ეს არის ვახო თურმანიძე, მაგრამ ვახოს გარდა კიდევ ძალიან ბევრი ოპერატორი ზრუნავდა იმაზე რომ კარგი ლამაზი კადრები გქონოდა რუბრიკის გადაღების დროს და მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის, ამიტომ მადლობა ყველას. მძღოლსაც და ჩართვის ოპერატორსაც, რომლებიც ახლა იქით არიან, რომ პანორამას იღებს ვახო და რომ არ გამოუჩნდეთ კადრშიო. მადლობა ძალიან დიდი. როგორ? ვერ დაფარავდი რა. მოდი დავკვირდეთ წამყვანებს, რომ ერთხელ შემდეგ სეზონზე გავაკეთებთ სტუდიაში და დავაგემოვნებინებ. შეიძლება ეგეთ რაღაცა? შესაძლოა თუ სტუდიაში ვერ მოვახერხეთ, მაგრამ დავუშვათ რომ მოვახერხეთ, სტუდიაში შეგვიძლია შევთავაზოთ, მაგრამ ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს წამყვანებს და არა მარტო წამყვანებს, დამერწმუნე იქ ყველას მოუნდება, მერე წამოვიდეს გიორგი და მერე არინანო ეს ნათქვამი, ჩაწერილია ყველაფერი, იცოდე? ხო, და შეგვიძლია ამოვიდეთ დოლოგანში ამ ლოკაციაზე და წამყვანებთან და ჩვენს კოლეგებთან ერთად თუნდაც აქ ამოვიდეთ, ყველა დავეტევით, ძალიან დიდი ეზო. ყველა დავეტევით, მგონი, კი, ყველა დავეტევით. საეთეროდანაც დაეტევა ის ხალხი, კი, ყველა. კარგი, ერთი გემრიელი ის მოვაწყოთ. ყველას დაგანაყრეთ ჩვენ და მიქელაძეები. ჩემი სიტყვა დასრულებულია, გადმოგცემ სიტყვას ჩვენ თუ რაიმე სათქმელი გაქვს წამყვანებისთვის და მაყურებლისთვის. მეც მართლა თქვენი ოჯახის წევრად მიმაჩნია თავი, ამდენი ხანია უკვე თქვენთან ერთად ვარ, ძალიან დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ კარგ შოუს აკეთებთ და ძალიან კაი ადამიანები ხართ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ადამიანებს აძლევთ საშუალებას გამოჩნდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგ ხიდებს აგებთ. დიახ. და გამახსენე ძმების სახელები?
იოსები და ბესო. იოსებს და ბესო, იოსები და ბესო არიან ჩვენი პირველი და სეზონის ბოლო მასპინძლები და იმედია რომ სამომავლოდაც გავაგრძელებთ ჩვენ ამ ლოკაციაზე სხვადასხვა რეცეპტების მომზადებას, კერძების მომზადებას. მადლობა ძალიან დიდი, გემშვიდობებით, მიყვარხართ და იმედია დაგიბრუნდებით ახალ სეზონზე რუბრიკა აჯაფსანდალით. ნახვამდის. აჯაფსანდალი გიორგი რახან აჯარის ტელევიზიის ოჯახის წევრად გზნობს თავს, ოქროს ბეჭედი უნდა აჯარის ტელევიზიის ლოგოთი. ლოგოთი. არათიცე რომ ყველა მიცოდეს რომ ამ ოჯახის წევრია და სხვაგან არ გაიხედოს თავისი. მოკლედ იმდენი გვაქეს და გვადიდეს რომ ჩვენც მეც მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ მთელი ერთი წელი ასე გემრიელად გაგვატარებინეთ და ასევე ნონა მგზავრიძე არ უნდა გამოგვრჩათ რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა აჯაფსანდალს. კი ესტაფეტა ქონდა გადაბარებული ნონას და არაჩვეულებრივად გაართვა თაფი. კი ბატონო და ახლა გადავიდეთ მომდევნო თემაზე. ნუ არ იქნება ეს უცხო ჩვენი მაყურებლისთვის, რომ ბათუმში ყოველდღიურად რაღაც ახალი და ძალიან კარგი ხდება და გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა რომ საღამო გავატაროთ სასიამოვნოდ, ისე რომ თან დავისვენოთ, თან სულიერი საკვები მივიღოთ. კი ბატონო, თან ვეზიაროთ ხელოვნებას, რომელიც ამ ქალაქს არაკლია და ეს ძალიან სასიხარულო არის და მე მინდა მაყურებელს არაჩვეულებრივი ინფორმაცია გადავცე 26 ივლისს საღამოს 10 საათზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართება სპექტაკლი გმირის სიმღერა. უფრო მეტი ამ სპექტაკლის შესახებ უნდა გავიგოთ ჩვენი სტუმრებისგან, ამიტომ წარვადგენ ახლა სტუმრებს. გია დიასამიძე, ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკის ავტორი და ასევე ქორეოგრაფი და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბერიძე შემოგვიერთდება. მობრძანდით. გამარჯობა, მობრძანდით თუ შეიძლება. ხვალ 8 საათზე, ესე იგი გველის ეს არაჩვეულებრივი 26 ივლისს. ხო, რომელიც თარიღი შემშლია, ესე იგი როგორც ჩანს 26 ივლისს 8 საათზე. ექსპერიმენტული სახე აქვს ამ პერფორმანსი არა, ეს არის რაღაც ქორეოგრაფიული სპექტაკლი. უკვე საინტერესოდ ჟღერს, უკვე უცხოდ ჟღერს და სასიამოვნო ამ ამბავში არის ის, რომ ეს არის კოლექტიური ნამუშევარი მთელი ხელოვნების უნივერსიტეტის ბავშვების, სტუდენტების და იშვიათად ხდება ესეც მსგავსი სახის კოლაბორაცია, როცა სხვადასხვა ფაკულტეტები ერთ პროდუქტს ქმნიან და ეს უკვე გვახარებს და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ნოვატორული სახე აქვს ამ ინიციატივას. უფრო ცლად კი, რა თქმა უნდა, გვეტყვიან ჩვენი სტუმრები. თამუნა, მოდი დავიწყოთ თქვენგან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა გიას, აი ამ კომპოზიციის, მუსიკალური კომპოზიციების საოცარი მუსიკის შექმნისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი აი აქ რაც არის, მართლაც აი როგორც აღნიშნე, შენ არის ეს რომ ხელოვნების უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის, სახვითი, სასცენო და კინოხელოვნების ფაკულტეტის და მუსიკის ფაკულტეტის კოლაბორაცია. აქედან არის 4 სპეციალობის სტუდენტები გაერთიანებული. ეს არის სამსახიობო სპეციალობის, მოდის დიზაინის, ვიზუალური ხელოვნების, კინოსტუდენტები და მუსიკალური ორკესტრანტები. აი ეს 4 ფაკულტეტი რაც იშვიათად ხდება, რომ აი ამდენი სპეციალობის სტუდენტი ერთად, ამდენი თვე ერთად იმუშაოს, ეს ძალიან კარგი ფაქტია, მე ვფიქრობ და ამისთვის და ამ ყველაფრის დაორგანიზებას ბუნებრივია დიდი დრო და დიდი შრომა სჭირდებოდა. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. გია, თქვენ დაწერეთ 11 მუსიკალური კომპოზიცია, ჟანრობრივად განსხვავებული. აი როგორ დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა და შემდგომ უკვე თამუნა ჩაერთვა ამ ამბებს, სულ თავიდან დავიწყოთ. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ყველაფერი იწყება ოცნებით. ხო. მე უკვე ვიწყებ რეალიზებას და ამ რეალიზებაში გასაკვირველია ნიჭი გვეხმარება და შემდეგ უკვე მერია და კულტურის სამინისტრო. იმიტომ რომ მოიხსენებათ ფინანსების გარეშე რთულია რაღაცების შეუძლებელიც არის. და მათ მხარდაჭერით შარშან ჩემს მუსიკას მოუყარე თავი და ქალბატონ ნინო ჯანჯღავასთან ერთად, რომელიც კომპოზიტორია, არანჟირება გააკეთა მან ამ კომპოზიციების, ამ 10 კომპოზიციის, თავიდან 10 იყო.
და ჩავწერეთ კიდეს. მე როცა პრეზენტაცია იყო, ჩემი ნათესავი ქალბატონი თამარი დამეხმარა და პრეზენტაციაზე ამ მუსიკასთან ერთად ორი ნომერი საცეკვაო ნომერი გააკეთა და 4 ნომერი. 4? 2-4-4-ია მართალი. და გავაკეთეთ გადაგული იყო და ამიტომ 2 გვერდი. და ძალიან კარგი გამოვიდა. მე 4 ნომერი არ ვიცი, მაგრამ 1 ნომერი რომ ბულგარეთში იყო და ამ 1 ნომრით გაიმარჯვა, ეს ვიცი და როგორც ქალბატონი თამარი ამბობს 400 მონაწილეიდან პირველ ადგილზე გავიდა. ნუ რასაკვირველია თავისი ცეკვით, მაგრამ ჩემი სიმღერა მუსიკას დაეხმარა. გაიჟღერა ბულგარეთის საავტორო მუსიკამ, რაც იშვიათად ხდება ხოლმე მსგავსი სახის ფესტივალებზე. ძირითადად ერთი და იგივე მუსიკალური კომპოზიციების გადამღერება ხდება და ქართველები ჩახვედით საავტორო მუსიკალური კომპოზიციით, რაც უკვე ფურორი. ახლა ორი მუსიკა აქვს კიდე შეკვეთილი, ერთი ტანგო და ერთი და იქედანაც ალბათ უკვე გიადია სამძის მუსიკა გინდა თუ შეიძლება. კი ბატონო, ხო. ალბათ, კი ბატონო. ნუ ერთი სიტყვით თავნა მე რომ ჩამოვიდა ბულგარეთიდან, მაგრამ მოდი მე მართალ გითხრათ ფილმი მინდოდა, ახლაც მინდა, მაგრამ უნდა გამეკეთებია ფილმი ამ მუსიკაზე და თამუნა მოდი სპექტაკლი გავაკეთოთ, ჩვენი ბავშვები ჩავთოთ და ძალიან კარგი იქნებაო და მომეწონა ეს იდეა და დავიწყეთ. მე უკვე თამუნა შეიძლება კითხოთ რა ები გააკეთეთ. როგორ მიმდინარეობდა პროცესი? დავიწყეთ მოკლედ მუშაობა. იანვარში დავიწყეთ ჩვენ ესეთი ინტენსიური მუშაობა გიას შევთავაზე სპექტაკლი, ქორეოგრაფიული სპექტაკლი, რაც იშვიათი ფუფუნებაა და ჩავრთე ჩემი მეწყვილე გიორგი ბუკია და პანტომიმის სპეციალისტი გიორგი ფირცხალაიშვილი, სამი ქორეოგრაფი მუშაობდით და გააკეთა ჩატი თამარი და სამი გია. უანგაროდ ესეც აღნიშნოთ, ყველა ეს ადამიანი გაერთიანდა ერთი იდეის ირგვლივ უანგაროდ აბსოლუტურად. კი ბატონო, უანგაროდ და იცით როგორ იყო, შემდეგ უკვე ვისაც დაუკავშირდით ჩვენ და ვინც გვინდოდა ვთქვათ, იქ არის სცენოგრაფი აკაკი ჯაში, აი ყველა უსიტყვოდ, აი ზედმეტი ერთი წუწუნის გარეშეც კი, აი ყველა ჩაერთო დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით და არ ვიცი, ისეთი გუნდი შევიკარით, რომ ეს თითქმის 1 წელია უკვე მუშაობთ ამ პროექტზე. ძალიან სიხარულით, ენთუზიაზმით და დიდი რაღაცა სიახლის მოლოდინით, იმიტომ რომ ფაქტურად ეს არის ექსპერიმენტი. ეს ცოცხალი ორკესტრის თანხლებით სპექტაკლი ქორეოგრაფიული უსიტყვოდ და თან იქ გვაქვს პანტომიმის ელემენტები გამოყენებული, გვაქვს ჩრდილების თეატრის პატარა ნაწილი, იქ გვაქვს თანამედროვე კონტემპორარის ელემენტები და აი მთელი ეს ამბავი 11 კომპოზიცია, ცოტა ხორუმიც გვაქვს, ხორუმის ელემენტები, თანამედროვე ხედვით, თანამედროვე სტილში. არ ვიცი ეს ექსპერიმენტია რა გამოვა, არ ვიცით, მაგრამ ძალიან დიდი ენთუზიაზმი და ენერგია ჩავდეთ. ნესტან ნიჟარაძე, ასევე ჩვენს გვერდით აი რომელმაც შექმნა საოცარი კოსტუმები და აი ნახატები, რომლებიც ნესტანის სტუდენტებმა ბოდიში შეგაწყვეტიათ თამუნა შექმნეს და ამით ვარი მე გაფორმებული ჩვენი სპექტაკლი. აი ჩვენ კი ვთქვით ის რომ ბუნებრივია დაფინანსება საჭიროა, როცა მსგავსი სახის მასშტაბურ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ხშირად ადამიანები აბსოლუტურად რაღაც სარგებლის მოლოდინის გარეშე ერთვებიან მსგავსი სახის ინიციატივებს და ეს არის სასიამოვნო. ეს ზოგადად ახასიათებს ბათუმს და ახასიათებს საქართველოს იგივე კინემატოგრაფის მიმართულებითაც შეგიძლია დაბალ ბიუჯეტში ჩაეტიო და აწარმოო კინო და იგივე სპექტაკლი, იმიტომ რომ უანგარო ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, რაც ბუნებრივია სასიამოვნოა ძალიან. ნამდვილად, სანამ ჩვენ გავიგებდით, რომ ეს პროექტი უკვე გამარჯვებული იყო,
ჩვენ აქამდე უკვე მზად ვიყავით ყველა შემოქმედებითი ჯგუფი, ვინც სცენაზე დგას, ვინც სცენის უკან მუშაობთ, ამდენი თვე ყველანი უანგაროდ მზად ყოფნაში იყვნენ, რომ აი რაღაცა სიახლის მოლოდინში, რომ ახალი რაღაცა კეთდება, ექსპერიმენტალური და თან ისეთი უცხო, რომელიც არ ყოფილა ჯერ მე მგონი ესე ვთვლი. არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შინაარსიც მოგვიყევით, ეს არის სპექტაკლი, ფაქტობრივად ქორეოგრაფიული, რომელსაც თავის ნარატიული ხაზი აქვს, ხო? პერსონაჟი, მთავარი გმირი რისთვის იბრძვის, რა არის ნარატივი? ბოლომდე არ დავასპოილერო. ნახავთ ხვალ. მოდი არ დავასპოილერო. ხო, ყველაფერი არ ვთქვათ, მაგრამ რაღაც მაინც ვთქვათ. მაგას მე მოგიყვებით. ჯერ მინდა აღვნიშნო, რომ რა ლამაზი ნახატებია, 26 ნახატის შექმნა ნესტანი ჟარაზის ჯგუფმა და თავიდან იქნება ფოიეში ამ ნახატების გამოფენა. და შემდეგ უკვე თვითონ სპექტაკლშიც გვაქვს გამოყენებული პროექციაში ჩანს ეს ნახატები, რომელიც ამ თემაზეა შექმნილი. თემა არის თავიდან ახლა ამ სპექტაკლს ქვია გმირის სიმღერა, მაგრამ თავიდან როცა მუსიკა გავაკეთე, ერქვა უკანასკნელი ომი. ანუ ეს არის პაციფისტური იდეის მატარებელია და ანტიმილიტარისტული, კი ბატონო, ჩვენ ომი არ გვინდა. არავის არ უნდა ომი ხა რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით არ გვინდა. მე და თამუნასაგეთ და კიდე ჩვენს გუნდს. თქვენ და ყველას კარგად მოგიხსენებათ რა საშინელება ომი ჩვენ გამვიცადეთ ეს ხშირად ახსენებენ სხვათა შორის 2008 წელს, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს და ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო 1993 წელი. იმიტომ რომ 2008 წელს რასაკვირველია, მაგრამ რაღაც უცებ ჩაიარა და ის 100,000-ობით ის არა პოვლილი და თელი სამოქალაქო ომი და ეს იყო საშინელება და ჩემზე პირადად იმოქმედა, ამიტომ იმ მუსიკალური ჩემს ალბომს დავარქვი უკანასკნელი ომი, რომ აღარ გვინდა ომი, რომ ბოლო ომი იყოს სამყაროში, ომი იყოს და ერთი სიტყვით ამით დაიწყო ეს ყველაფერი და მე უკვე გადმოვედით. თან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ცოცხალი შესრულება აკომპანირებას უწევს ორკესტრი. ესეც საინტერესოა მახსოვს წლების წინ, როცა კინემატოგრაფი ახალი ჩასახული იყო კინოთეატრში ფილმის ყურების დროს, ესე ცოცხლად ახმოვანებდა ორკესტრი ფილმს და ძალიან შთამბეჭდავი როცა უყურებთ ხოლმე ამ არქივის კადრებს და ფაქტობრივად ეს კონცეფცია დააბრუნეთ. კი, აღსანიშნავია, იმიტომ რომ აქ როგორც 20 სტუდენტია ჩართული საერთო ჯამში აი ამ პროექტში და 10 ლექტორ-მასწავლებელი, მე მგონი არ არის ცოტა მაჩვენებელი და აი აქ შედის 3 სტუდენტი, რომელიც საკრავზე უკრავს, საოცარი გუნდია, არ ვიცი, მუსიკალური ცენტრიდან ნაწილი გვეხმარება აკომპანიმენტში და იცით მთავარი ამბავი კიდევ რა არის იცით აქ რომ ეს ნამუშევრები სტუდენტებს ეთულებათ როგორც საკურსო ნამუშევარი და როგორც სადიპლომო ნამუშევარი და როგორც ჩათვლა გამოდის რომ ფასდებიან ხო ფასდებიან ეს შეღავათი აქვთ ამით ესეც შეიძლება ითქვას, რომ სიახლეა მათთვის. მათთვის სიახლეა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს რექტორს, იმიტომ რომ პირველივე დღეს, როდესაც ჩვენ ეს გავაჟღერეთ ბატონმა მამუკა ალაფიშვილმა, ამის ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა და ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იყო. დობა ასეც რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ექსპერიმენტებს აუგრობთ. ძალიან კარგია, როდესაც ჩვენს მიერ, ანუ ასე ვთქვათ, წარსულიდან წარმოდგენილი სიტყვა დირექტორი ნიშნავს ვიღაცას კაბინეტში ბორჯომით პახმელია. ეს ხო, ამ მაგას ვამბობ, ზუსტად მაგიტო ხარ ჩვენ მართველი ახლა, რომ ხარი დაუჭიროს სიახლეს და ეს ბავშვები გაიზარდონ რაღაცის გამეორებლებად კი არა, ინოვატორებად და ძალიან მაგარია ამას როცა ხელს უწყობენ და როცა აღნიშნოსაც აკეთებთ ეთერში, იმიტომ რომ ეს ბავშვები უნდა გაიზარდონ დამოუკიდებელ ადამიანებად და არა უბრალოდ ვიღაცის კოპი-პეისტებად ძალიან მაგარი შეგვიძლია. რა იშვიათი შემთხვევაა, როცა ფაკულტეტები თანამშრომლობენ, შეიძლება უცნაურად ჭირდეს, მაგრამ აი იასუხიტაშვილთან მქონდა ინტერვიუ და ეს რამ აღნიშნა, რომ სტუდენტობის დროს ყოველთვის გული გვტკიოდაო ამ სამსახიობოს მთელ კურსზე, იმიტომ რომ სარეჟისორო ფილმს რო იღებდაო, არასდროს გვაკავებდნენ ჩვენ და სულ გვიკვირდაო და თან გვერიდებოდა თხოვნა და ინიციატივის გამოხატვაო და
თურმე აუცილებელია ითანამშრომლონ ფაკულტეტებმა. აუცილებელი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო არის, იმიტომ რომ 4 ფაკულტეტი ერთად მე არ მახსენდება ესე ერთ პროექტში გაერთიანებული იყოს ამდენი ხნის განმავლობაში, აი თვეებია ერთად მოდივართ, არ არის მარტივი იქ ურთიერთობები, იქ დროის გათვლა, თქვათ იქ რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, შემოქმედებითი კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი რაღაც ეს ტანდემით ერთმანეთს არ ციცნობდნენ ზოგიერთები და ეხლა ისეთი შემეგობრებული, ისეთი ურთიერთობები, ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომ აი ეს ამომავლო დიდი გეგმები გვაქვს კიდევ, მაგრამ იცით რა, ძალიან დიდი პრაქტიკაა მათთვის, იგივე ორკესტრანტებისთვის, იგივე მსახიობებისთვის, ყველა ფაკულტეტის სტუდენტისთვის ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ენთუზიაზმი იყო ეს მათთვის. ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, თუ შეიძლება. ჩვენ გვექნება პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც ჩვენ ერთი კვირა 10 დღე დაახლოებით გვიწევდა რეპეტიციები და დიდი მადლობა მინდა გასაკვირველი იქ ჩვენი მეგობრები არიან ირაკლი კიკვაძე და იმედა თავდგირიძე, რომლებიც ამაში გვეხმარებიან, მაგრამ მთელი სცენის ბიჭები, ჯაბა, ილია და დაცვა და არაჯები ყველა ჩვენზე გადაყოლია გვეხმარებიან, აი და დიდი მადლობა მინდა ყველას უთხრა ამისთვის და 8 საათზე თოჯინების თეატრში ვხვდებით ერთმანეთს. და დავამატებ კიდევ ერთს, რომ აი ყველას არა მარტო თქვათ თოჯინების და აი ყველას ვინც წვლილი შეიტანა. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც აი ენთუზიაზმით ამოგვიდგა გვერდით და აი ძალიან დიდი სიხარულით ჩაერთო ამ პროექტში. ყველას არ მინდა რომ გამორჩეს ვინმე. ყველას ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის, ხელშეწყობისთვის. არის ძალიან ბევრი ნიუანსი, დეტალი, რაც ჭირდება სცენის უკან მიღმა ადამიანებს. თავიდან ამ მუსიკალურ მხარეს მამუკა ალაფიშვილი უძღვებოდა, ის დირიჟორობდა, მაგრამ მე ისე მოხდა, რომ ბატონი სოსო ბარდანაშვილის მუსიკა იკრება, რაც მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მამაჩემის მეგობარი იყო და მე ბავშვობიდან ვიცნობ და ჩამოდის ბატონი სოსო ბათუმში და ბატონ დავით მუქერიას უნდა დირიჟორა და ბატონი მამუკა კიდე ჩვენთან იყო და ისე მოხდა რომ დედა ცუდად გაუხდა თუ რაღაც ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბატონი დავით მუქერია წავიდა. აქედან გამომდინარე ბატონი მამუკა გადავიდა იქეთ და იმ ორკესტრს ხელმძღვანელობს და ჩვენთან მოიწვია ახალგაზრდა დირიჟორი გიორგი ტრაპაიძე, ძალიან კარგი მუსიკოსი. ძალიან კარგი მუსიკოსი და ძალიან კარგი დირიჟორი და ისე ამაზად ისე აი 3 დღის წინ დაიწყო და უკვე ყველაფერი თავისი ძალიან მაგარი ბიჭია და მე გიორგის უსურვებ რომ ეხა სხვა მუსიკით არის დაკავებული, მაგრამ პროფესიონალი დირიჟორია და რომ ამ საქმეთ იყოს ბევრად და ვიდრე ბათუმში ესეთი ადამიანები ჭირდება და გვყავს და უნდა გაუფრთხილდეთ. ნამდვილად. უღმესი მადლობა რომ იყავით. მადლობა, ესე იგი ხალ ძალიან მადლობა კარგი თქვენ. ამბავი გველოდება. სიამოვნებას მივიღებთ. ხალ უნდა ვიხილოთ უკანასკნელი ომი 20 საათზე თოჯინების თეატრში. დაპაიჟებული ხართ? ჩვენ პრინციპში დაგემშვიდობები, ძალიან დიდ მადლობას ბოლო 2 წუთი მოვიტოვოთ დამშვიდობებისთვის. მასე გავაკეთეთ. მაშინ სპონტანურობას გავაუქმებ და გავყვეთ სცენებს. მადლობა, მადლობა. დიდი მადლობა. სეზონის დახურვასაც გილოცავთ. ჩვენ გავხსნით ისე სეზონს. ჩვენ მაშინ თქვენ დაგემშვიდობებით კონკრეტულად რამდენიმე წუთი დავბრუნდებით და უკვე დავიწყებთ ჩვენს პერსონალურ დამშვიდობებას საცალოდ და საერთოდ. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი სურვილი ქონდა წყალი დამელია და ვერ მოვასწარე. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს ეს არის დამშვიდობება, იმიტომ იმდენი რამ არის ყოველთვის სათქმელი, რომ აი ყველაფერს თავი მოუყარო, ძალიან რთულია, თუმცა ცადოთ, ხო?
დასამშვიდობელი მოდი აბა სხვა ემოციით თუ გამოგივა, ani და გული არ აგიჭუყდა. ხო, აი პირველ რიგში დავიწყოთ ახლა მადლობებით, ბუნებრივია პირველ რიგში მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც კადრის მიღმა დგას, ოპერატორებს, ხმის რეჟისორებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ტექნიკურ ოთახში ეგრეთ წოდებულ ASB-ში იმყოფება, ეს ადამიანები წარმოადგენენ არა მხოლოდ ჩვენი გადაცემის ზოგადად მთელი ტელევიზიის ფუნდამენტს და უღმესი მადლობა ჩვენს ხელმძღვანელს თამუნა შაშიკაძეს და ძალიან დიდი მადლობა მთავარ რგოლს და ესენი არიან ჩვენი მაყურებლები, ხო? მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ დროს, გვენდობით, ჩვენ ძალიან ვცდილობთ და გულსვდებით ჩვენ საქმეში და ყოველ ეთერში მართლა მაქვს ის განცდა თითქოს უკანასკნელი ეთერია და ეს ხიბლზენს კიდეც ჩემს პროფესიას, ბუნებრივია, სხვანაირია ენთუზიაზმი, როცა რაღაცნაირად სხვანაირად ხარ სენტიმენტალურად განწყობილი საქმის მიმართ და თუ გვენდობით და გჯერათ ჩვენი, ეს ძალიან გვახარებს, ბუნებრივია. აი ასე ცრემლების გარეშე დავასრულე ჩემი სიტყვა. ვიჩი, ამიტომ წყალს არ ვაძლევდით 1-2 საათი, რომ ცრემლი არ დაგროვებულიყო. აბა, ნამდვილად ანიმ ძალიან სიღრმისეულად ისაუბრა და მეც გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში ზოგადად ყოველთვის მადლობელი ვარ ხოლმე იმ ადამიანების, რომლებიც ესე ღიად არ ჩანან ხოლმე და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტ საქმეს სწორედ ეს ადამიანები აკეთებენ ხოლმე. ის რომ ჩვენ აქ ვართ, ის რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გიერთდებოდით ტრადიციულად პირველი საათიდან 3-ის ნახევრამდე, ამაში ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კადრს მიღმარჩებიან ხოლმე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ადამიანებს. მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომ მთელი წლის განმავლობაში იყავით ჩვენი ერთგულები, ამყარებდით ჩვენთან უკავშირს, ჩვენ არ ვიცი, ალბათ არ იქნება ნაადრევი თუ ვიტყვით, რომ ჩვენ გვპირდებით, რომ ახალი სეზონიდან კიდევ უფრო მეტი კარგი ამბებით დაგიბრუნდებით, მეტი აქტივობით დაგიბრუნდებით და იმედი მაქვს, რომ დიდ შესვენებას სასიამოვნოდ გაატარებთ, ბედნიერად გაატარებთ, ჯანმრთელები იქნებით და ახალი სეზონიდან ჩვენ ისევ შემოგიერთდებით. კომპიუტერთან ყოფი ბავშვების და ახალგაზრდების პოზიციიდან გეტყოდით, თქვენ ტექსტს უბრალოდ ასე Ctrl-A, Ctrl-C და Ctrl-V-ს გავიმეორებთ, მაგრამ ცოტა გასახსნელი იქნება. ამიტომ ვუერთდებით თქვენს წუხილს დამშვიდობებას, რაც შეეხება, შემიძლია გითხრა, რომ წლები დამჭირდა, რომ დამშვიდობებით დავთქმარი ყავს ზოგადად. ან ტყბებია პროცესი. ახლა კი, იმიტომ რომ ნელა შევეჩვი ერთხელ გული მეთქი მე ვიფიქრე და თურმე რა კარგია ხანდახან დაემშვიდობა და მე ხანდახან ის დაემშვიდობ ბედნიერ გზასაც ძალიან კარგია. მოკლედ, თქვენ დიდი მადლობა მართლა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამაში მონაწილე აქვს, ფერებიდან და გერებიდან დაწყებული, დამთავრებული ვიზუალურ მხარემდე და ორგანიზაციამდე. მაყურებელი, რომელიც ერთგულად წერდა და არაერთი. რა თქმა უნდა, ყავდა მაყურებელი, რომელიც ნეტა არ მოეწერა, ზოგიერთი. რა თქმა უნდა, ლექსიკას გულისხმობ, თორე გულისხმობ ის დაფიქსირება ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. კრიტიკას მხოლოდ კონსტრუქციულს ხარ. კი. გულისხმობა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომც არ იყოს, ასე ვთქვათ, საამებლად დაწერილი, მაინც გვაუმჯობესებს, იმიტომ რომ ტონუში გავყვებს. კეთილგანწყობილ ადამიანებს კიდევ უფრო დიდი მადლობა, იმიტომ რომ ესეც გვაძლევდა სტიმულს და რა თქმა უნდა, ჩვენ მაგ კომენტარებს კითხულობთ, როგორც გუშინ წიგი ხუბრა გიორგი კითხულობთ მაგ კომენტარებს, მაგრამ ნუ ხო, ჩვენთვის საინტერესოა და ძალიან ბევრი თემის ინსპირაცია იყავით თქვენ მაყურებლები. ასე რომ არ დავკარგოთ, იყავით ჩვენთან ერთად, სექტემბრიდან შემოგიერთებით. დიდი ჩვენი შემადგენლობით, დიდი შესვენებით, სხვადასხვას გადანაწილებით, როგორც ჩვევია ხოლმე და რა თქმა უნდა, იმ სხვადასხვა განწყობით, დამოკიდებულებით, სხვადასხვა სურვილებით ისევ გავაგზავნებთ თქვენთან ურთიერთობას და თქვენც არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ-ერთი თანაწამყვანი ხართ ჩვენი გადაცემის. კი ბატონო და თან აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ ყოველდღიურად იზრდება ჩვენი აუდიტორიის რიცხვი და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან სწორი გზით მივდივართ. მოკლედ დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენ დიდად არ გამოგვივა დიდი შესვენება, იმიტომ რომ ახალი სეზონისთვის სავარაუდოდ ძალიან მალე დავიწყებთ მზადებას, დაველოდოთ ხელმძღვანელის მითითებებს. მოკლედ ბედნიერად მეგობრებო და ისევ შევხვდებით ახალი სეზონიდან უცვლელად, ისევ ამარხს და ისევ ტრადიციულად იმედი მაქვს პირველ საათზე. აბა დროებით. კარგად იყავით.